ვაგრძელებთ ჩვენს ტრადიციულ პოდკასტებს, წარმოგიდგენთ ვასილ მაღლაფერიძე და მე გიორგი გვიმრაძე და ჩვენი სტუმარი იქნება ბატონი თენგი შარმანაშვილი. ბატონი თენგის გამარჯობა, მადლობა ჩვენთან ერთად ხართ. დღეს განვიხილოთ ის ინიციატივები, რომელიც ბოლო ამ კვირის ესე ვთქვათ სულ ახალია და სულ რამდენიმე დღის არის. პირველ რიგში ეს ეხება ასე ვთქვათ გარკვეულ ინსტიტუციურ ცვლილებებს, ხო? ეს იყო ამას ანტიკორუფციული ბიურო გადადის ასე ვთქვათ აუდიტის სამსახურის შემადგენლობაში, ასევე პირადი ინფორმაციის, პერსონალური ინფორმაციის აგენტოს გადადის აუდიტის სამსახურში, ბიზნეს ომბუდსმენი ეკონომიკის სამინისტროსთან ერთიანდება, შემდეგ იყო მეორე ბლოკი ეს საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებული ცვლილებები. ესე ძალიან საინტერესო თემა იყო და რა თქმა უნდა ადმინისტრაციული ოლქის გაუქმება სამხრეთ ოსეთის ესეც საინტერესო საკითხი იყო. თუ დრო მოგრჩება იქნებ ასე ვთქვათ საკონსტიტუციო სარჩელსაც შევეხოთ, იმიტომ რომ თქვენ ამასთან დარწმუნებული ვარ ახლოს ხართ, შეხედული ხართ, იქნებ უფრო მეტი სიცხადე შემოვიტანოთ ამ საკითხში. მოდი დავიწყოთ ინსტიტუციური ცვლილებებით, იმიტომ რომ მე მგონია რომ აი ამ თემებიდან ყველაზე ესეთი მარტივია და გასაგებია თითქოს მაინც მეტნაკლებად თუ რატო იყო ეს ყველა რისგან იყო ეს ყველაფერი გამოწვეული, ხო? ანუ რატო მოხდა აი ამ პრაქტიკულად რას ნიშნავს? ხო, რას მოგცემს და რატო იყო ცალკე, რატო არის ახლა ასეთი ფორმით გაკეთებული? ამაზე გარკვეულწილად პრემიერმა ისაუბრა, მაგრამ შედარებით განვარცხებ ახლა ამ თემას, უფრო ნათელი რომ იყოს ჩვენი მსმენელისათვის. იყო გარკვეული პერიოდი და ყველას გვახსოვს, როდესაც ხდებოდა აზრების თავსმოხვევა ჩვენთვის და ისე აკეთებდნენ, რომ ფაქტიურად საქართველოს მართვაში უნდათ ჩართვა შემოვლითი გზებით. რა თქმა უნდა, პირდაპირ ამას ვერ აცხადებდნენ, მაგრამ რაღაცა ინსტიტუციებს გვთავაზობდნენ, ახალ ინსტიტუტების შექმნას გვთავაზობდნენ. მე იქ რაღაც საბჭოების შექმნას გვთავაზობდნენ, სადაც უმრავლესობა ეგრეთ წოდებული არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ. და ისე რომ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდი, თუ თქვათ ეს საბჭოები და ეს რაღაცა ესეთი ტიპის კვაზი ორგანოები თანხმობას არ მოგცემდნენ. ესე იგი, თვითონ არსი იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის არსი არის ის, რომ ის მართვაში არ უნდა ერეოდეს და მთავრობასთან კავშირში მხოლოდ იმ ნაწილში უნდა იყოს, რომ ოპონირებას უწევდეს ან რჩევებს აძლევდეს, ხო? არა, ამისთვის არ იყენებდნენ. ყველასთვის ნათელი იყო, რომ მთელი ეს კასტა იმიტომ შექმნეს, რომ ზეგავლენა მოეხდინათ გადაწყვეტილებებზე. ისე თან რომ პასუხისგებლობას არ ქონოდათ. პასუხისგებლობა სახელმწიფოს იყო, პასუხისგებლობა მთავრობის იყო, მაგრამ გადაწყვეტილებები თურმე მათთან შეთანხმების გარეშე არ უნდა მიგეღო. და წარმოიშვა ასეთი ორგანოები მრავალი. და არა მხოლოდ საქართველოში, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ აღმოსავლეთ ევროპაში განსაკუთრებით, რომ ასეთი ბევრი იყო. ვეტინგი შემოგთავაზეს, გახსოვთ, ხო? მოდი აი მოსამართლეთა კორპუსს გადავხედოთ და ვის უნდა გადაეხედა ისევ რაღაცა უცხოეთიდან ჩამოსულ რაღაცა საბჭოებს, ჩვენ ეგრეთ წოდებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად და ასე შემდეგ. და აი ამ პირობებში შეიქმნა მრავალი ისეთი ინსტიტუცია, რომელიც ამოვარდნილი იყო, ვთქვათ, სახელმწიფო მართვის სისტემიდან საერთოდ. და ამის გამოძახილები იყო ეს რაც იყო დარჩენილი. მაშინ როდესაც კონსტიტუციური ორგანოების შესაძლებლობებს ამ მიმართულებით არ გვაყენებინებდნენ და გვეუბნებოდნენ, არა, გაიტანეთ ეს კონსტიტუციური ორგანოების გარეთ და რაღაცა ესეთი კვაზი ორგანოების შექმნით. მიზანი გასაგებია და გითხარით კიდევაც. აი ესეთი ორგანოების გამოძახილი იყო ეს ყველაფერი, რასაც თქვენ ხედავთ და ცდილობდნენ ასე გაეკეთებინათ. ჩვენ პირველი ნაბიჯი უფრო ადრე გადავდგით, თუ გახსოვთ, ყველა ის ორგანო, სადაც კანონით ვალდებული იყო, რომ თავის მართვაში ჩაერთო არასამთავრობო ეგრეთ წოდებული ორგანიზაციები, ესენი ამოვიღეთ. კანონმდებლობიდან გახსოვთ ეს 2-3 თვის წინ მოხდა. და ეს უკვე შემდგომი ნაბიჯია. ეხლა ზოგს არის მოუწყებელიც ეს ამ პრინციპით კომპლექტებოდა. არასამთავრობოები აკომპლექტებდნენ სამეურვეო საბჭოს პრაქტობრივად და მე შემოდიოდა პარლამენტში. თუმცა კანონის სულისკეთება იყო სხვანაირად. თითქოს უნდა წარმოეყენებინათ. ხო, კანონით არ იყო ეგ გათვალისწინებული. უმრავლესობა, ხო, კანონით არ იყო, უმრავლესობას და უმცირესობას უნდა წარმოეყენებინათ, მაგრამ უნდა გაევროთ მათი ფილტრი. კი, ეხლა ეს მარტივი გასაგები არის, იმიტომ არის მარტივი გასაგები, რომ როდესაც ამ უცხო ძალას გინა deep state-ი დავარქვათ, ნებისმიერი სხვა უცხო ძალა გამოვიყენოთ თქვათ ეს ტერმინი, უნდა შენ გადაწყვეტილებებზე ზემოქმედება მიიღოს. რა თქმა უნდა, ის ვერ დაგაძალებს, რომ
ჩემ მთავრობასთან შეთანხმებით. ამას ხომ ვერ ჩაწერს შენ კანონმდებლობაში. ამიტომ მისი ადეპტების მეშვეობით უნდა რომ ამაში მონაწილეობა მიიღოს და თავარი ის არის რომ თან პასუხისგებელი არაფერში არ არის. რამე გაფუჭდება, გეტყვის რომ ეს რას ლაპარაკობ, ეგ სახელმწიფოს პასუხისგებლობა და არა და უნდათ რომ ძირითადი გადაწყვეტილებები მათ მიიღოთ. და ეს მუდმივად მუსწირებდა. თავს გვახვევდნენ იგივე ანტიკორუფციულ ბიუროსთან დაკავშირებით ისინი ამბობდნენ რომ ეს არა მხოლოდ თქვათ იმ ფუნქციების მატარებელი უნდა ყოფილიყო, ბოლოს ვიბრძოლეთ. და წინააღმდეგობა გავუწიეთ და ისე ჩამოვაყალიბეთ როგორც ჩამოყალიბდა, მაგრამ მაინც საგამოძიებო ფუნქციებიც მიეცით. თან ისეთ საგამოძიებო ფუნქციებზე გველაპარაკებოდნენ ამ საწყის ეტაპზე, რომ ფაქტობრივად კონსტიტუციური ორგანო პროკურატურა, რომელიც მხოლოდ ის არის პასუხისგებელი და ვალდებული ბრალდება წაუყენოს ადამიანს. სხვა ორგანო ოფიციალური არ არსებობს. საქართველოსაც შეუძლია ეს გააკეთოს. ამის თქვათ იმასაც უნდა ჩამოგოშორებინა და რაღაც ისეთი ავტონომიურობა მიგვეცა კონსტიტუციის გარეთ, რაც იყო წარმოუდგენელი. მაგრამ მაშინ ეს არ დავთმეთ და მაგრამ ნუ რაც დარჩა ეს ამ ფორმით დარჩა და ეს ორგანოები იყო ამის გამოძახილი. და რა თქმა უნდა იმ პირველი ნაბიჯის შემდეგ, როდესაც ეს ადეპტები დაახლოებით ისეთი უნდათ რომ კითხო როგორც უკრაინაშია. კარგი მაგალითია სხვა. რა თქმა უნდა და რა შედეგები მოიტანა ანუ აღმოსავლეთ ევროპაში მარტო უკრაინას დავანებოთ თავი. იგივე რუმინეთი ავიღოთ. თვითონ JD Vance-მაც კითხვა რომ დავანებოთ თავი თქვათ თქვენ შეფასებაში შეიძლება ვინმე ჩაგვითვალოს რომ სუბიექტურები ვართ. რუმინეთში მოხდა ამბავზე JD Vance თავის დროზე ამას გამოეხმაურა და თქვა რომ ეს არის წარმოუდგენელი. რომ კაცმა მოიგო არჩევნები და იმის გამო რომ სასამართლო ხელისუფლების აბსოლუტური კონტროლი ამ ვეტინგისაგან ჰქონდათ აღებული, მიიღეს ყოვლად არასამართლებრივი და წარმოუდგენელი გადაწყვეტილება და ჯერ მეორე ტური არ ჩაატარეს, მერე საერთოდ აუგზალეს არჩევნებში მონაწილეობა და 1000 მანიპულაცია ჩაატარეს. მსგავსი სიტუაციის შექმნა უნდათ საქართველოში და არა უკრაინაში თაყვანყალებენ ხო ფაქტურად. ხო, ეხლა იცი რა მან საინტერესო ერთი ფაქტორი, ანუ თითქოს ერთის მხრივ რომ ეს რო არ იყოს ეს ნაბუ და საპი რო არ იყოს დამოუკიდებელი ორგანოები, თითქოს ისინი ამაზე ვერ ილაპარაკებდნენ, ხო? მაგრამ ეს კორუფციული სკანდალი ახალი დაწყებული არ არის, საკმაოდ ძველი სკანდალია, საკმაოდ ძველი кейსია, დიდი ხნის кейსია, ჯერ კიდევ ომამდელი кейსია, რაც სათავეები იქიდან იწყება და როგორც ჩანს ახლა დაჭირდათ ამის გამოყენება და ახლა ამუშავებს. ანუ ის კი არ არის რომ აი დამოუკიდებელი და იმიტო აღმოაჩინა, რომ ეს ძალიან კარგად იცოდა და როცა დაჭირდათ მაშინ გამოიყენა, ხო? არც დამალეს. ესე იგი გამოძიების ინსტრუმენტია, ხვის ხელში არის ინსტრუმენტი, ხო? ესე იგი გამოძიების არც დამალეს, ხო, ეს პრესიდენტს ვიცით და გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტები ჩავიდნენ კიევში და პირადად ხელმძღვანელობდნენ მთელ ამ ოპერაციას. კი ბატონო. მათ დამოუკიდებლობაზე კი არ არის ლაპარაკი. ზელენსკისაგან დამოუკიდებლად ჩაატარეს გამოძიების ფედერალურმა ბიურომ და აი ორგანომ რაც მის წინააღმდეგ ამის გამოყენება. ყოველგვარი იმის გარეშე, დაფარვის გარეშე პირდაპირ გამოძიების ფედერალურმა ბიურომ 1000 საათი აქვს მარტო მონასმენი. კი. და მონასმენი აქვს და ესე იგი ლოგიკურად არის რომ სასამართლოს და პროკურატურის გვერდითავლით არის უსმენდა. ესე იგი ეს ორგანო უსმენდა კი, ცალკე ლეგიტიმაცია აქვს. ესე კონსტიტუციის ზემოდან გარკვეული. რა თქმა უნდა, ხო. პროკურატურაა ჩვეულებრივი. ხო და ეს უნდა. აი ხლა ეს ორგანოები ახლა ზოგი ვერ დაიჭირა ეს მომენტი და არასწორად გაიგო, რომ თითქოს არაკონსტიტუციური ორგანოებია, ან კონსტიტუციის საწინააღმდეგო ორგანოებია. არა, რა თქმა უნდა, არ არის და ეს კონსტიტუციის საწინააღმდეგო ორგანოები კი არ არის. უბრალოდ ეს არის ხელოვნურად შექმნილი ორგანოები და რომლის გამოც ეს ფუნქციები კონსტიტუციური ორგანოების ჩამოაშორეს და გარეთ გაიტანეს. და ამიტომ დაუბრუნეთ კონსტიტუციურ ორგანოს. შექმნის წესიც, თქვათ, იგივე აუდიტის სამსახურისა და თქვათ მისი ფუნქციონერების ავტონომიურობას გაცილებით უფრო მაღალი ხარისხის არის, ვიდრე ეს ანტიკორუფციულ ბიუროს აქვს. ასე რომ აი ეს ყველაფერი გადაინაცვლებს კონსტიტუციურ ორგანოში და ეს კონსტიტუციური მაღალი ავტონომიურობის მქონე ორგანო განახორციელებს ამ ფუნქციებს. იქ საკმაოდ ძველი ფუნქციებია თქვენ იცით, პერსონალური მონაცემები ის გასაღებიც აქვთ მოსმენებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ და ასე რომ მთელ ამ საქმიანობას გადაიბარებს. ასე რომ ეს მოწესრიგდა, მოდი ასე დავარქვათ, ეს რამე არაკონსტიტუციური და კონსტიტუციის საწინააღმდეგო იყო და ეხლა კონსტიტუციურ ჩარჩოებს კი არ დაუბრუნეთ, მოუწესრიგებელი იყო და მოწესრიგდა.
არასწორად იყო მოწესრიგებული და სწორად მოვაწესრიგეთ. მოდი აი ასეთი ფორმულირებით თქვათ ამ საკითხს. თუ რამე დამატებითი გინდა? ხო, მე მგონი შეგვიძლია რომ ეს ხმის მიცემის საკითხიზე გადავიდეთ. თუ აქ არის ეს ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის თემაც. კი ბატონო, კი ბატონო. ვისაუბროთ, ეს განმარტებისთვის არის თორე. ერთი მინდა ვკითხო, ესე იგი ადმინისტრაციაც გაუქმდა, ხო? კი გაუქმდება, ესე იგი ამ კანონის ძალაში სადაც ბატონი ვასიკოა ცოტა მიმძიმს იმ თემებზე ლაპარაკი, იმიტომ რომ უშუალოდ მის თვალწინ გაიარა ამ ყველაფერმა ეგრეთ წოდებულმა არაკონსტიტუციურმა სეპარატისტული არჩევნების ორგანიზებიდან დაწყებული ყველაფერი დანარჩენია. ერთი შეგახსენებთ, რომ ამ ისტორიისთვის რაც იყო საგამოძიებო პარლამენტის საგამოძიებო ვახსენე მე ხარ უფლება მქონდა რომ დაემალე და მე შემსრეც აღმოჩნდი, შეიძლება ითქვას შეთხოვით, მაგრამ კიდე მოყვება რომ ვიცოდე და ესე იგი ამ პარლამენტიდან გადავედი მე რწმუნებულად ხო და მაინც შეჩვევაში დამჭა და მოგდიოდა ეს კანონ პროექტები. და მაინტერესებდა ხოლმე და სულ ვკითხულობდი. და ახალგორი შემოდიოდა ჩვენთან მაშინ. თუ ნახე რომ ახალგორი უქმდება. კაცო რწმუნებულმა არ ვიცი ამ შესახებ არაფერი და პარლამენტში გადის კანონი. მომოფეს შეიძლება საინტერესო ამბავი იყოს. ძალიან საინტერესო მე მოვისმინე ეს. და ურეკე გამგებელს. რამე თუ იცი თქო. კაი ენერგიული ადამიანი, ფიცხელა ურზურას. არა წარმოგიდგენ რა მოხს. ხარ გაგიჩნდენო. ხო. არა და ურეკ გადის. და ურეკე პალიკო გულაშულს. პალიკო მითხრა გეჩვენებაო. რამე ჩვენება მე ვთხარ. არა გეჩვენებაო მითხრა. ბიჭო როგორ მეჩვენება მე ვთხარ პალიკო. მაგრამ ვარ ოთახში და ვკითხულობ ვთხარ. აბა მივიდე. ეგ რომელი წელია? 6 ხო მე მგონი? ხო რაღაც 6. და პალიკოარი იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე. არა, 7-ში შეიქმნა ეს. 7-ში. 6-ში იყო ის სეპარატისტული არჩევნები. ხო. ვითომ პარალელური პრეზიდენტი როა აი 7-ში მოხდა ახალგორის შეერთება იმასთან. ეს უკვე 7-ში და ის 6-ში შეიქმნა თვითონ ოლქი. ის 6. მიგონი ერთად გაკეთდა მაგას არა. რაღაცა ჯერ არჩევნები იყო 6-ში. მაგრამ მე ეს ერთად ადმინისტრაცია და შეერთება ერთად იყო. ხო და პალიკოარი იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე მაშინ. და ეხლა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ბარეცის მას გამოაქვს კანონი. და ეს 10 წუთის მერე დამირეკა და შეშფოთებული იყო თვითონაც და კაცო ეს საიდან მოხდა ხო? და იქნება შენო დაურეკო მიშასო და უთხრა. და აი ნამდვილად რომ მიშასო დაურეკე. შტაბში დილება დამჭა ესეთი მაშინაც და ის რომ აი არ იცოდა რას ვეუბნებოდი. და აი კაცო რაღაც ვიქითო და აი ცო გავერკვევითო და 15 წუთის მერე დამირეკა და კაცო 7-ად იყავიო. და გამეხმურა კიდეც ახლა მახსოვს ეს ვასიტყვით რომ ფეოდალური ზამაშკები ხო არა გაქვში მეთქერა შუაში არა კაცო გეხმურებიო აქ იქნება საერთოდ არა ეს მთლიანათო უნდა წამოვიღოთო და ნუ ამ გაზრახვით კეთდებოდა სულ ესეთი სიტუაცია იყო თუმცა კიდე რატო გითხარით მაშინაც ბევრი შფოთავდა ადამიანები რომ ახლა მაინც ეს ახალგორის დიდი ნაწილი არა მარტო ჩვენ ვაკონტროლებდით აბსოლუტურად შემოდიოდა მე მეკითხა იმასაც რომ პრაქტიკულად ახალგორმა ისეთივე რეჟიმში გააგრძელა ცხოვრება თეორიულად ესე იგი რო გითხრა რომ არც კი თითითიძე არ დაუგრებია ადმინისტრაციას ფინანსურად რაღაც მახსოვს ახალი წელი მოდიოდა რაღაცა მოდიოდა ხო ჭირდებოდა რაიონს ბუნებრივი მომული იყო ხო და ესეთი ამბავი იყო მე და ეგეთი იყო ჩვეულებრივი სიტუაცია იყო და ამისი იურიდიული საფუძველი მე რაც მოხდა ჩვენ მომამზადეთ ახლა თუ ისინი ხო ოკუპაცია ხო იმნიშნით მოხდა რომ სამხრეთ ოსეთის საზღვრები და ფაქტობრივად ჩვენ საზღვრები განსაზღვრა ესენი იზამდნენ არიზამდნენ მეორე საკითხია მაგრამ ფაქტია ჩვენც გაუმზადეთ ხო ეგეთი ნიადაგი შეუმზადეთ ფორმალურად თქვენ იცით რომ ეს არის ერთ-ერთი ბრალი რომელიც გვიწერია ჩვენ საკონსტიტუციო სარჩილში რომლითაც ვასაბუთებთ სხვა საკითხებთან ერთად რომ ნაციონალური მოძრაობა არაკონსტიტუციურად იქცეოდა და ის არაკონსტიტუციური ორგანიზაცია და უნდა დაექვემდებაროს გაუქმებას არაკონსტიტუციურობის გამო. ისე რა გააკეთეს მაშინ 2006 წელს ჩაატარეს პარალელური არჩევნები
და დაარქვეს ამას სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის არჩევნები, წარმოვიდგინეთ და ამას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება. იმ წუთში შეიძლება ბევრი ვერ ხვდებოდით, ან ვერ ხვდებოდა, რომ რაში იყო ეს საჭირო, ან რა მზადდებოდა. სადამდე შეიძლებოდა მივეყოლეთ ამ ნაბიჯებს ყველაფერს. აირჩიეს დიდი ზარზე იმით, თქვა პარალელურად დაარქვეს მას სამხრეთ ოსეთის ლეგიტიმური პრეზიდენტი, ასევე ტერიტორია შემოუსაზღვრეს, თქვენს რომ ეს ხდება საბჭოთა კავშირის დროინდელი ავტონომიის ფარგლების ტერიტორიაზე და ეს კაცი არის ოფიციალურად ლეგიტიმური ამ ტერიტორიაზე როგორც პრეზიდენტი. ნუ მე გადადგეს შემდეგი ნაბიჯები, რა თქმა უნდა ის პრეზიდენტობას ვერ შეძლებდა, თუნდაც ფორმალურად, თქვათ, არალეგიტიმურადაც კი და მე შექმნეს ეს ადმინისტრაცია უკვე ორ კანონში შეიტანეს თუ არ ვცდები ცვლილება, მე გამოვიდა პრეზიდენტის შესაბამისი აქტების და შექმნეს ეს დროებითი ადმინისტრაცია იმავე ხალხით, რა ხალხითაც თქვათ ის არალეგიტიმური არჩევნები ჩაატარეს არაკონსტიტუციური, მე ამას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დაარქვეს პარალელურად და გააკეთეს ეს ყველაფერი. მე მოხდა ის რაც ბატონმა ვასიკომ თქვა ახლა რომ ეს ახალგორიც კი რომელზედაც თვითონაც კი ხელი ქონდათ სეპარატისტებსაც კი არ ქონდათ არაფერი პრეტენზიაც არ ქონდათ ისიც მიუერთეს და მე ყველაფერს ამას მოყვა 2008 წელი და უკვე შეიქმნა მთლიანი სურათი შეიკრა მთლიანი სურათი და უკვე გასაგები იყო რა დონის ოპერაცია ჩატარდა საქართველოს საწინააღმდეგოდ ამათი ხელით ნაციონალური მოძრაობის ხელით და მის ხელისუფლების ხელით და შესაბამისი შედეგებით. ამიტომ მას შემდეგ რაც ჩვენ ვამხილეთ ამ საკითხში, საგამოძიებო კომისიაზეც იყო გამოკითხვა და ბატონი ვასიკო ბრძანდებოდა საკითხთან დაკავშირებით, სხვა მასალებიც შევისწავლეთ. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად არალოგიკური იქნებოდა ეს არაკონსტიტუციური ორგანო, ანუ ის მოღალატეობრივი ნაბიჯი რომ ისე ვაღვადგინეთ გამსახურდიას მიერ რაღაც ადმინისტრაციული ტერიტორიული ერთეული თქვა ავტონომიის სახით მე იქ ყოფილს მიაწერ თუ არ მიაწერ ფაქტია რომ როდესაც შენ ოფიციალურად აღიარებ რაღაც ტერიტორიას რომელიც ბუნებაში არ არსებობს კონსტიტუციაში არ არსებობს ის უკვე არსებობს ანუ ირიბად შენი აღიარები გამოგვდის და შესაბამისად მე ოკუპანტების გამოყენა ამას ყველაფერს კონსტიტუციური განსაზღვრა არ ჭირდებოდა ავტონომიური ოლქის შექმნას ხო და ნახეთ რა გააკეთეს ვითომ სიტყვა ყოფილი დაწერეს და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი კონსტიტუციაში ეს ტერმინი ნახსენებია და ოღონდ რა კონტექსტში რეფერენდუმზე როდესაც არის ლაპარაკი დამოუკიდებლობის ჩატარდა რეფერენდუმი ან მთელი ქართველი ხალხი და საქართველოს მთელი მოსახლეობა ესე იგი დაეთანხმა ჩვენ დამოუკიდებლობას და ეს რეფერენდუმი ჩატარდა აფხაზეთში და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე მაგრამ ის არის ლაპარაკი რომ ისინიც კი სეპარატისტული ის რეალობას ასახავდა ის რეალობას ასახავდა და ასე შემდეგ მე ეს ამათმა უკვე ადმინისტრაციულად ჩამოაყალიბეს თავიდან. ტერიტორიას განუსაზღვრეს, აგი ახალგორიც ადგენენ და მიუერთეს, თუ ეს ფორმალურად არ არსებობს, მაშინ სადღა მიგაქეს ადმინისტრაციული ტერიტორია. არა, ეს ფაქტი იურიდიულად დაკანონდა. იურიდიულად დააკანონეს ეს ყველაფერი, ეს რომელიც იყო არაკონსტიტუციური. ხო და მე მოყვა ამას 2008 წელი და მე მოყვა ის რომლის შედეგებსაც დღესაც განვიცდით. ხან მოვლენ და ამ ადმინისტრაციულ საზღვარს აქეთ გადაწევენ, ხან იქით გადმოწევენ და მიყვებიან ამ ტერიტორიული ერთეულის გაჩენა ეს კონსტიტუციური საკითხი. ეს იყო აბსოლუტურად მოღალატეობრივი ნაბიჯი. ამაზე კიდევ ჩვენი მოსახლეობა ჩვენს არგუმენტებს იხილავს საკონსტიტუციო სასამართლოში, როდესაც ამის განხილვა დაიწყება და როგორც გითხარით, ის სარჩელის ერთ-ერთი ნაწილია და იქ ალბათ ოპონენტებს ექნება თავიანთი მოსაზრებები, მაგრამ არ ამგონია რომ ეს მათი ძლიერი მხარე იყოს იქ ამ თემაზე ლაპარაკი. და ეს საქართველოს მოსახლეობა ამას კიდევ უფრო ნათლად დაინახავს იმ სასამართლო პროცესის დროს რა მოხდა და რა დონის მოღალატეობრივ ნაბიჯთან ჰქონდა საქმე. აი ერთი ადამიანი ამიტომაც შედეგი არის შესაბამისი. შედეგი არის რომ გაუქმდება ეს ადმინისტრაცია. აი ძალიან საინტერესო იქნება რომ აი საკონსტიტუციო სასამართლოში დადგება ალბათ კითხვის სახით მაინც და ავიც ადვოკატი ყავთ წარმომადგენელი ყოლებად ახალგორის ამბავი რომ ახსნას უბრალოდ რატო იყო ახალგორის და ესე იგი არა ეს პრეზიდენტის არჩევნები რატო ჩაატარეს თავისთავად მაგრამ ეს რატომ თუ ეს გაძლიერებას ნახე რის გამინდა
თუ ეს ამბავი არის რომ აი რაც უფრო მეტი შევიდოდა უფრო მეტად ჩვენი პოზიციები მაშინ ცხეთა და ისინიც უნდა მიგვემატებინა ხო ზედამდული შეგვეტანა რა თქმა უნდა მაგრამ ეს იყო რომ იმას დაუტრიალდით აიც რაც მანამდე იყო საბჭოთა კავშირის დროს იმ საბჭოთა კავშირის დროს სამხრეთ ოსეთის კარგად გვესმის ეს შემთხვევით გასაკვირველია ვინც ამას აკეთებდა მოკლედ დიდი ეჭვია რომ იცოდა 2008 შედეგი 2006 წელს ვინც ამას აკეთებდა იმან 2008 წლის ამბავიც იცოდა უბრალოდ შეიძლება ჩვენ 2006 წელს ვერ ხვდებოდით რომ 2008 წელი დადგებოდა და ამ შედეგებით მაგრამ ფაქტია რომ ასე მოხდა ისინი ფორმალურად იმაგრებდნენ სხვადასხვა საერთოდ რომ მივდივართ ტრასაზე და სულ რაღაც მეტრებშია ისინი იმით ისინი თავის ლოგიკა აქვს ლაპარაკები რომ აიო ეს არის საქართველოს მიერ აღიარებული საზღვრები და სამხრეთ ოსეთი არის და სამხრეთ ოსეთი ჩვენ სანით და მე ამას აბამენ მაგრამ ტერიტორიულად სამხრეთ ოსეთი ტერიტორია ესე დგება რა თქმა უნდა თქვენ კონსტიტუციაში არის ჩანაწერები ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით მე მინდა ეს შევახსენოთ ჩვენს მაყურებელსაც აუხსნა რომ თქვენი ციტრო საკმაოდ რთული არის საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა ორი პარლამენტი ჭირდება იმ შემთხვევაში თუ თქვათ 2/3-ით იღებ კონსტიტუციას. იმავე პერიოდში მიღებისთანავე შედის ძალაში იმავე პარლამენტის მიერ თუ ესე იგი 113 ხმით მოახერხებ ამას. მაგრამ ერთი გამონაკლისია დაშვებული. თუ საქმე არ ეხება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. ანუ თუ ჩვენ მოლაპარაკებაზე დავხდებით, ხო ვერ ვეთქვით ახლა მოლაპარაკებლებს რომ კარგით, მე და თქვენ მოვილაპარაკეთ. მაგრამ ახლა მოდი შემდეგ პარლამენტის არჩევნებს დაველოდოთ, რომ კონსტიტუციაში კი შევიტან ახლა ცვლილებებს, მაგრამ მე ამოქმედება მე ეს რომ არ მოხდეს და ხელი არ შეეშალოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას კონსტიტუციაში გამარტივებული მექანიზმი არის ამასთან დაკავშირებით. ანუ თუ ჩვენ ოდესმე მოლაპარაკება დავიწყებთ ხარეებთან და რაღაცა გადაწყვეტილებამდე მივალთ, რა თქმა უნდა საქართველოს სასარგებლო ხა 1000 სპეკულაციებს ლაპარაკობენ. ამაზე ღია პროცესი არაფერი არ იქნება და ვერავინ ვერ გაბედავს ამას საქართველოს ხალხის ნების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღოს იქამდე ჯერ ძალიან შორია და ამაზე ლაპარაკიც არ არის სამწუხაროდ ჯერ რა თქმა უნდა მე შეიძლება თუმცა ისებიდის სოფლიოში პროცესები რომ ყველაფერი შესაძლებელია და აი მაშინ შეიძლება თეორიულად თქვათ კონფლიქტის ანუ ოკუპირებულ ნაწილს დაელაპარაკო რომ ასეთ პირობებზე მე შემიძლია კონსტიტუციაში შენი სტატუსი ასე ავსახო და ეს მექანიზმი კონსტიტუციაში ჩადებულია რომ შედარებით მარტივად მოხდება ანუ ორი პარლამენტი არ დაჭირდება ამას იგივე აფხაზებთან მიმართებაში აფხაზებსაც შეგვიძლია რომ კი ეხლა კი წერი ხართ კონსტიტუციაში მაგრამ ასევე კონსტიტუციური კანონი გვაქვს აფხაზეთზე მისაღები რომელსაც არ ვიღებთ სხვა შორის ვარღვევთ ამის კონსტიტუციას აჭარაზე მიღებული გვაქვს კონსტიტუციური კანონი კონსტიტუცია გვავალდებულებს რომ ანალოგიური მივიღოთ აფხაზეთზეც მაგრამ არ ვიღებთ და ნუ ვამართლებთ ერთი რამეთ რომ ამას ჩვენ მარტო ერთი მხარე ქართველები არ მივიღებთ ამ კარს ღიას ვტოვებთ და დადგება დრო როდესაც ამ კონსტიტუციურ კანონს ერთად დავწერთ ანუ თქვენი ნების გაუთვალისწინებლად თქვენთან მოლაპარაკების გარეშე მიუხედავად იმისა, რომ დღეს შეგვიძლია ჩვენ ეს გავაკეთოთ და დავიწყოთ ამ კონსტიტუციური კანონის წერა, ამას უთქვენოთ არ გავაკეთებთ. ანუ ეს სივრცე არის და ეს ყველაფერი რაც გაკეთდა, ამ სივრცის მიღმა არის ეს. ეს არის არაკონსტიტუციური, ეს არ არის ორხრივი შეთანხმების ან საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე დაანის. ეს იყო ოპერაცია, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვა, დღევანდელი გადასახედიდან მაინც ხო ხვდებით ყველა თუ მაშინ ვერ ხვდებოდით, რომ ეს იყო 2006 წელს დაწყებული ოპერაცია, რომელიც 2008 წელს დააგვირგვინეს. და ამაში მონაწილეობას იღებდნენ და დღეს უბრალოდ არ ვიცი, თავხედობა რა შემიძლია უწოდო, არ ვიცი. დღეს განან კიდე და ამართლებენ, რომ სწორი გავაკეთეთო მაშინ. აი რა არის იცით, ხდება ხანდახან რომ ადამიანს გინდა რომ რაღაცა კარგი გააკეთო, მაგრამ არ გამოგივიდეს. და შეიძლება გამოხვიდე და შენდობათ ხო შენ ხალხს რომ მე კარგი მიზნები მქონდა. მე ერთი შეხედვით ეს ცუდი ნაბიჯები, იმიტომ გადავდგი რომ მე ამ შედეგს ველოდებოდი, მაგრამ ნუ არ გამოვიდა ასე და რაღაცა შეიძლება ვერ გავთვალე, ან ისი არ გავთვალე. არა. არან არის სინანულის ზრდობა იმისა, რა მოხდა 2006 წლიდან 2008 წლის ჩათვლით და რა შედეგი დადგა ამის გამო. არა აქვთ. და ახლა ეს ადამიანები დადიან და ყვირიან რომ ახლა ამ ადმინისტრაციის გაუქმება არ შეიძლება, იმიტომ რომ
ეს სეპარატიზმს შეუწყობს ხელს. სეპარატიზმს ეს კი არ შეუწყობს ხელს. სეპარატიზმმა ხელი შეუწყო 2006 წელს რო გაქანდიდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური პრეზიდენტი როიჩი. არა, ავტონომიურიც არ ერქვა, სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ერქვა, იმიტომ რომ სეპარატისტული წესით ჩაატარეს თვითონ ალტერნატიული არჩევნები, ავტონომია სიტყვაც არ იყო იქ. სამხრეთ ოსეთის ეგრეთ წოდებული ლეგიტიმური პრეზიდენტი რომ თავისი კოკოიდი ფანდარასტების და 1000 რაღაცა სარეკლამო რგოლები რო ქონდათ. აი ის იყო სეპარატიზმის სამახალისებელი. აღმოჩნდა რომ ის იყო რა ქვია მაგას, შემოგზავნილი ყავდეს. კოკოიდი აი ეს არის, მაგრამ ნუ რომელ დარგშია? ეგეც აღმოჩნდა და ისე რო გითხრა რომ ეს რო გავიარო აი ამისი კურიოზიები მე რა მომღერლების საწინააღმდეგო რა მაგ და რომ ღერო და აფხაზეთზე სიმღერა და მე ვახტანგ გორგასლის ორდენები დააჯილდოვეს ამ მომღერლებს. ნუ ეხლა ჩვენ ვერ მოვთხოვთ ხელოვან ხალხს, როდესაც ხომ არა ვახტანგ გორგასლის ორდენები როგორც საბრძოლო ორდენები გეგონება ხო საბრძოლო დაიბრუნა ესე იგი სრული ილუზია იყო აბსოლუტურად თეობაში რა აბსოლუტურად გეთახა აი ნუ ხა მეტი რაზე უნდა აი ხა ჩვენ სამი სადღაც გვერდზე корпуსში ხანძარი რო გაჩდეს და სამივე გავქანდეთ და 50 კაცი ჩვენი ხელით გადავარჩინოთ ბავშვები თქვა სამუშო ბაღიდან ჩვენც კი ვერ მოგცემენ ვახტანგ გორგასლის ორდენს იმიტომ რომ სამოქალაქო პირები ვართ ის საბრძოლო ვითარება არ იყო და სხვა ორდენს მოგცემენ და ალბათ მისცეს სიმღერისთვის საბრძოლო ორდენები. ხო, ნუ ეს ხო. ეს მომღერლები ძრალი არ არის, მაგრამ ამით უნდათ ეჩვენებინათ, რომ ჩაატარეს რაღაც გრანდიოზული სამხედრო ტიპის ოპერაცია. რომელიც ოპერაცია იყო ვეთანხმები, ჩაატარეს ამაში ვეთანხმები, მაგრამ არა საქართველოს სასარგებლო, არამედ რუსეთის სასარგებლო სამხედრო ოპერატიული გამართლება, ხო? 2 წლიანი ოპერაცია, რომელიც 2008 წლის ამ ორდენსაც გაამართლებენ ალბათ, რომ ესე იყო. კი, რა თქმა უნდა, აი სინანულის ელემენტები ვერაფერი ვერ ნახე. აი რა არის იცი ადამიანურად გინდა ხანდახან რომ ნაბიჯი გადადგა იმას მიმართულებით რომ გაიგო ეხლა როდესაც ხელისუფლებაში ხარ არ გამორიცხო რომ რაღაც შეცდომა შეიძლება არ დაუშვა. მაგრამ რო დავინახავ რომ ამ შეცდომაზე სინანული არა გაქვს უკვე ეჭვი მიჩნდება საერთოდ რომ ხო რომ მოიცვენ მე ხა ჩვენ არა იმიტომ რომ მოიცვენ რომ ქვაღორღი დავგარგეთ და ნუ გადავაყოლებთ ეხლა ამ სიტუაციას. აი სვანეთის ოპერაციაზე არის იყოს ის ცნობილი ოპერაცია რომელიც ჩაატარეს დასაპატიმრებლად კოდოში ეცერში ამბობ? ხო. არსავიძეების. არა, ეცერში არა. სვანეთში აფხაზი სვანეთში? არა. ხო და ეს იყო ეცერში იყო ესა. აფრასიძე. ხო, ნარცავიძე შემოსვა. აფრასიძე იყო. ეხლა, როდესაც ესაუბრები მათ, შენ იმას კი არ ეუბნები, რომ აფრასიძე დასაპატიმრებელი არისო. კი ბატონო, დასაპატიმრებელი იყო, მაგრამ ეუბნები, რომ შენი მთავარი შეცდომა რბილად ვამბობ. იყო ის, რომ შენ ხანგრძლივი დროის განმავლობაში სწავლობდი იმ სახლის ცხოვრების წესს, უთვალთვალებდი, რომ ეს ოპერაცია ჩაკეტარებინა. იცოდი, რომ 4 არასრულწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა იმ სახლში. იქ სადაც 4 არასრულწლოვანი ბავშვი იმყოფება, ვერტფრენიდან რაკეტა არ უნდა ესროლო იმ სახლს. ვერ აგებინებ. ის კი პასუხობს, აბა აფრასიძეები დასაჭერი არ იყვნენ, იყვნენ გეუბნები, კი ბატონო, გეთანხმები, დასაპატიმრებლები იყვნენ, მაგრამ ეხლა ვთქვათ, ჩვენ ვართ პოლიციელები და საბავშვო ბაღში შევარდა ვეღაც ტერორისტი. და მე შევაგდე ყუმბარა ამ ტერორისტის გასანეიტრალებლად. მე ვამტკიცე ის, რომ ეს ტერორისტი მოსაკლავი იყო, კაცო ტერორისტი იყო. გამართლება აქ ამ საქციელს. ეს შენ არ არის ალდებული და გიყვება რომ იცოდეს, მაგრამ არის რაღაც თემა მეხლა. სვანეთი უცხოჩებთვის არის, რა სვანეთში ყველა მიცის და რატოც ვიტყვი. რომ ის კი არ არის დასაპატიმრებელი თუ არ იყო. ის ერთ-ერთი აფრასიძე სრულიად ღიად ჩვეულებრივად დადიოდა მესტიაში. დადიოდა ხოლმე და სახლიც იციან სად დადიოდა. მე და რა თქმა ეს მათაც იცოდა. ანუ ეს იმიტომ კი არ ჩაატარეს რომ ეს დაჭერა უნდა. ეს ხო და ეს სრულად იცოდა. ეს რო იცოდა ეს ყველა მიცის. ხო და აი ამას ვამბობ და ის სახლი და სადარბაზო იცის ყველამ და მეც ვიცი სადაც ის დადიოდა. და დღესაც კი არ დადიოდა. ანუ მე რას ვამბობ? დაჭერა რომ დომებოდათ მოკლედ დაიჭერა. კი. აი თქვათ არ გამოდიოდა სახლიდან მაგას ვამბობ. საერთოდ არ გამოდიოდა სახლიდან. ჩვენ უნდა ჩავატაროთ ოპერაცია. ეს რა თქმა უნდა უცებ ფისვლა არ ხდება. ხდება ხანგრძლივი თვალთვალი, როდის იღვიძებენ, როდის იძინებენ. და იყო ეს თვალთვალი. რა თქმა უნდა. იყო. დიდი ხნის განმავლობაში იყო ეს თვალთვალი. ანუ ის რომ 4 არასრულწლოვანი ბავშვი იმ სახლში იმყოფებოდა, ეს დადგენილი იყო და იცოდნენ. და მიუხედავად ამისა, მაინც ამას აკეთებდნენ. აი და სინანული არ აქვს. მე ეს საუბარი იმიტომ დავიწყე, რომ სინანულის ზრდობა არ აქვს.
აი რო გამოსულიყვნენ და ეთქვათ რომ კი ბატონო შეცდომა მოგვივიდა ეს ოპერაცია არასწორად დავგეგმეთ ან ისე არ დავგეგმეთ როგორც საჭირო იყო მაგრამ ფაქტი ის არის რაც ვასიკობ თქვა ახლა რომ ეს ამის დასაბადებია ეს ყველა მიცის და შეიძლება იყო რომ ეს იყო სვანეთის ჭკუაზე მოყვანოს ოპერაცია მარტო ეს არ იყო სკოლის დირექტორი დაიჭირის ქალბატონი საკუთარებით დასკვნა რა არის ეს იყო რომ ის შეგნებულად გააკეთეს ესე იგი ესე შეგნებულად გააკეთეს სადაც სინანულის გრძნობას ვერ დაინახავ იქ თუნდაც შეცდომა კი არ არის შეგნებული ნაბიჯი არის როგორც შეგნებული ნაბიჯი იყო ის ოპერაცია რომელიც სვანეთში ჩაატარეს ასეთი ბრუტალური მეთოდებით რაც არასრულწლოვნები იყვნენ ისე შეგნებული ნაბიჯი იყო რაც გააკეთეს ცხინვალის რეგიონში ეს არ იყო პოლიტიკური შეცდომა ამის თქმა მინდა მე რომ სინანულის გრძნობაც იმიტომ არ აქვს და ამართლებენ ახლა რა უნდა თქვან რომ მაშინ ავდექით და თქვათ უცხო ქვეყნების დავალებები შევასრულეთ რა თქმა უნდა ამას ვერ იტყვი ხო და მე ერთი რამ დაზუსტება მინდა საფრთხე ესა რომ თქვენ რომ დავუქვებთ ახლა ეს როგორი უკვე გაუქმებულია თუ ორი მოწვევა დაჭირდება აი აბა სამხრეთ ოსეთის არა ეს ხო კონსტიტუციაში არ არის და ეს არის არაფერი არ არის იანვრიდან შედის ეს ამ ორ კანონზე და მე ხო და მე გვექნება ეგრეთ წოდებული საბაჭრო თუ დაგჭირდება ამაზე ეს მოლაპარაკებების საკითხია ახლა ამაზე მეც მე ვილაპარაკებ და რომ თქონდეს მოსაზრებები ხმამაღლა ეს როცა დადგება არც ვიტყოდი იმიტომ რომ იანვრიდან შედის სალაში ხო როგორც მახსოვს ეს კი საბოქმედება და ეს ჩვეულებრივად გავუქმდება ეს ორი კანონია აქამდე ჩვეულებრივად იყო ეს ადმინისტრაცია ხელფასებს იღებდა კი კანონის შესაბამისად კონსტიტუციაში ხომ გითხარით მხოლოდ ერთ-ერთი ჩანაწერია ყოფილი სამხრეთ ოსეთი ისის რეფერენდუმთან დაკავშირებით ტერიტორიასთან დაკავშირებით არაფერი არ არის გადავდარჩა ხმის მიცემის საკითხზე კი ბატონო აი აქ არის ხო იმიტომ რომ ყველაზე მეტი ხმაური რა თქმა უნდა ამას მოყვა თუმცა სამხრეთ ოსეთზეც ილაპარაკეს რაღაცა საინტერესო მოსაზრებები გამოთქვეს ამ ყველაფერს მაგრამ ხმის მიცემის საკითხი ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური იყო ამ დღეების განმავლობაში და ალბათ საინტერესო იქნება ამაზე არგუმენტაცია უფრო კარგად რო გავიგოთ რას უკავშირდება ეს ცვლილება და ცვლილების არსი ის არის რომ ჩვენს მოქალაქეებს რომლებიც ცხოვრობენ საზღვარგარეთ მოუწევთ საპარლამენტო არჩევნების დროს ჩამოსვლა ქვეყანაში ხმის მიცემა თუმცა ამის სურვილი აქვს ანუ არჩევნებში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში ეს ნიშნავს რომ საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები აღარ გაიხსნება და იქ ვერ გააკეთებენ ამას ყველაფერს ხო მოდით პირველ რიგში თავარი არგუმენტი რის გამოც ამგვარი გადაწყვეტილებისკენ წავიდა ხელისუფლება ეს ოფიციალურად ითქვა ბატონო შალომაც დიახ ხმამაღლა განაცხადა ამის თავზე ორი ძირითადი არგუმენტია ორი მიმართულება პირველი არის მოწყვლადობა ამ ხალხისა რომ მათზე ზემოქმედება ძალიან ადვილია იმ ქვეყნების სპეცსამსახურების მხრიდან თქვათ იმ ადამიანების მხრიდან რომლებიც სხვა პოლიტიკურ ორგანიზაციებს ემხრობიან იქ და მათ ახალისებენ ადგილობრივი სპეცსამსახურები და აძლევენ იმის ძალას რომ ბულინგი მოახდინონ დანარჩენებზე და ამის ფაქტები უამრავი იყო ეს არალეგალებზე ვსაუბრობთ არა ეგრეთ წოდებულ არალეგალებზე ვსაუბრობთ ხო იქ შეიძლება არალეგალები ერთი მხარეა მაგრამ არალეგალები ისედაც ერიდებიან ახლა არჩევნებში მონაწილეობას ვერ შეძლებ ეხლა მე მაგალითად ვიყავი ახლა ელჩი და ვიცი როგორ ხდება ჩვენთან საელჩოში საკონსულოში სულ 112 კაცი იყო რეგისტრირებული ჩვენი მოქალაქე საკონსულო აღრიცხვაზე აყვანილი რა თქმა უნდა გაცილებით მეტი იყო სომხეთში ძალიან ბევრი სტუდენტი იყო ახალქალაქიდან სხვა რეგიონებიდან ჩვენი სომხურენოვანი მოსახლეობის ასევე ბიზნესმენები იყვნენ ჩვენები ისინი რომლებიც არ თuliდნენ საჭირო და არ დგებოდნენ რა აღრიცხვაზე და 112 კაცი ვიყავით საარჩევნო სიაში ჩვენი ჩათვლით საელჩოს თანამშრომლების ჩათვლით ანუ თუ შენ საკონსულო აღრიცხვაზე არ დადექი საარჩევნო სიაში იქ ვერ მოხვდები არალეგალი თავს არიდებს და არ მიდის და საკონსულო აღრიცხვაზე არ დგება თუმცა ამას შედეგი არ მოყვება საკონსულო აღრიცხვაზე ჩვენი საკონსულო მაინც აგიყვანს და ხო არაცნობებს იმ ქვეყანას რომ აი ჩემი მოქალაქე მოვიდა თქვენ კანონის დარღვევით უბრალოდ მაგრამ თვითონ განწყობა აქვს ისეთი რომ ვინაიდან თვითონაც იცის რომ არალეგალია ოფიციალურად საკონსულო მიცის არალეგალების შესახებ
არა თუ მივიდა და საკონსულო არა მაინც აგიყვანს აღრიცხვაზე არა აღრიცხვაზე აგიყვანს თუ მიმართა თუ მიმართა ისე და რა თქმა უნდა იმ ხელისუფლებას არაც უნობებსო აი შენ კანონის დაღწევა მოვიდა ჩემთან არ მიმართავს იმიტომ რომ ის თვითონ როთulis რომ არალეგალურად იმყოფება ოფიციალურ ურთიერთობებს თუნდაც საკუთარ ქვეყანასთანაც ერიდება და ეს დანარჩენები ვინც საკონსულო აღრიცხვაზე არიან ასულები ეს მოქალაქეები არიან ან ორმაგი მოქალაქეები ან მუშაობის უფლების მქონე ჩვენი მოქალაქეები რომელსაც აქვთ ოფიციალურად ყოფნის უფლება ისინი მიდიან და ისინი ყველა არ არიან აღრიცხული ეხლა ჩვენ ვიცით რა მასშტაბის ემიგრაცია გვაქვს ჩვენ და ბოლო არჩევნებში თუ არ ვწდები 41000 კაცმა მიიღო მონაწილეობა ახლა წარმოიდგინეთ ჩვენი ემიგრაციის ესე იგი რიცხვი რამდენი არიან და 51000 კაცი ესეც ერთ-ერთი ყველაზე დიდი მაჩვენებელი იყო ანუ პროცენტ ნახევარს საერთო ამომრჩევლებისა არასდროს არ ცდება ხოლმე ეს ხალხი ამიტომ ჩვენი მოტივი რომ ეს პროცენტ ნახევარი რაღაცნაირად გვაშინებდა სულ 100% რომ ოპოზიცია მიიღოს აი 40000 ხმისა არაფერს არ შეცვლის სურათს ჩვენთვის ეს თავარი არ იყო ჩვენთვის თავარი იყო ის რომ პროპაგანდისტულად და სხვანაირად ამ მონაცემებს იყენებდნენ ხოლმე ისევ საქართველოს საწინააღმდეგოდ და მიმდინარეობდა ბულინგი აი გიავოლსკიმაც აღნიშნა იმიტომ რომ მას იქ ამერიკაში მუშაობდა დიპლომატიურ მოვაწეობას ეწეოდა ამერიკის ტერიტორიაზე ბევრი კავშირები აქვს და ხმამაღლა განაცხადა მე მგონი თქვენ ეს პირველი არხის ეთერში და სხვა ეთერებშიც იყო რომ სიებიც კი შეადგინეს იქ ეს იმ ადამიანებისა რომლებიც ხმამაღლა აცხადებდნენ რომ თქვათ ქართულ ოცნებას უჭერდნენ მხარს და მე აშინებდნენ რომ ამ სიებს გადავცემთ და ჩვენ მხარს გვიჭერს ხელისუფლებაში არის ჩვენი ხალხი თქვათ ამერიკის შეერთებული შტატების და ისინი უზრუნველყოფენ რომ თქვენ სამსახურებიდან გამოყარონ თქვენ ეს ეგრეთ წოდებული მწვარე ბარათები გაგიუქმონ და საერთოდ გაგაძევონ ამერიკის შეერთებული შტატებიდან. აი ამ დონის ბულინგიც კი მიმდინარეობდა. ანალოგიური ბულინგი მიმდინარეობდა ევროპის ტერიტორიაზე იმ ხალხთან დაკავშირებით, რომლებიც არათუ ხმამაღლა ამბობდნენ რომ მხარს გვიჭერდნენ, რომლებიც უარს აცხადებდნენ რომ თქვათ დარეგისტრირებული რა გაგებით, რომ ჩაწერილიყვნენ მათ სიებში რომ ვალდებულება აეღოთ რომ არჩევნებში ჩვენ მივალ და ოპოზიციას მივცემთ ხმას. ესე იგი ძალიან მოწყვლადი ხალხი არის ასეთ ვითარებაში. ეს სულ 43000 ადამიანი იყო ბოლო არჩევნებიდან 43000 კაცი გამოცხადდა არჩევნებში. ეს მთელია თავის რუსეთი, ამერიკა, არა, რუსეთი ცალკე რუსეთში აღარ 2008 წლის შემდეგ იმ ამბების შემდეგ. ხო, არ არის იქ არჩევნები არის. იქ ოფიციალურ დიპლომატიურ წარმომადგენლობაც არ აქვს შვეიცარიის მეშვეობით არიან ჩვენი წარმომადგენლები იქ და ამის ორგანიზება პრაქტიკულად შეუძლებელია. შვეიცარიებას ისედაც არა. ისედაც სამწუხაროდ არ ეძლეოდათ საშუალებას. ანუ არათანაბარ მდგომარეობაში იყვნენ ისედაც რა დისკრიმინაციულ სიტუაციაში. ამ ვითარებაში, მაგრამ ამაზე არც ერთ ოპოზიციონერს ხმა არ ამოუღია და არ უთქვამს რომ კი გასაგებია რომ ოკუპანტი ქვეყანა იქ ბევრი სირთულეებია და რამე მექანიზმი ხომ არ მოგვეფიქრებინა ჩვენი ემიგრაციის ნახევარი აბახმების გარეშე რჩება. ანუ მე ამით იმის თქმა მინდა რომ არავითარი გული მათ ამ ხალხზე არ შესწკივათ და ამიტომ არ ლაპარაკობენ. ეს ჩვეულებრივი პროპაგანდისტული ნაბიჯია. ხო და აი ნახეთ ახლა ემიგრანტია ხო ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და იმებმაც კი ხმამაღლა განაცხადეს რომ აუ ეს რა უბედურება ხდება წარმოვიდგინეთ ვინ ეკითხება ახლა ესტონეთის იმას მაშინ მივიდეს და ირლანდიელებს უთხრეთ რომ რატო უგზავნოთ თქვენ მოქალაქებს უცხოეთში რატო არ უხსნით უბნებს რომ ხმა მისცენ რატო არ მგარბიან მალტაში ევროკავშირის ქვეყანაში და რეუნებიან რომ თქვენ ლახავთ ადამიანის უფლებებს რაღა მაინდა-მაინც ჩვენ გვეცნე იმიტომ რომ პროპაგანდისტულად ჭირდებოდათ ეს საინტერესო ირლანდი ქვეყნები არის რომ სადაც იცეთივე რა თქმა უნდა და სხვადასხვანაირად ამართლებენ. აი ჩვენი მეზობელი სომხეთი, ისინი საერთოდ ისტორიულად არ ატარებენ უცხოეთში. არჩევნებს თავის ქვეყანაში ატარებენ. ნუ იმათ თავისი მოტივები აქვთ, მე მაშინ ვკითხე, თქვენ რა მოტივები გაქვთ და მათ თქვეს რომ სომხები, ჩვენი მოქალაქეები, 3ჯერ და 4ჯერ მეტი მოქალაქეებზეა ლაპარაკი. ცხოვრობს სომხეთის ფარგლებს გარეთ, ვიდრე სომხეთში. და ერთშვენი ერთ დღეს გამოვა იქ რომ ჩავატაროთ რომ უცხო ქვეყნების გავლენით
შეიძლება იმდენი ხმა ჩამოვიდეს ჩვენთან, რომ ადგილობრივი მაცხოვრებლები მიცავარ ჩვენ ხმას აზრი დაეგაროს. არა, მე მეგობრები ყავს სომხები და იმათ. არა, ჩვენს ვითარება არ აქვს. არა, იქ და უთქვიათ, არა, ანუ ყველა თავის იმიდან გამოდის რეალობიდან. უთქვიათ, რომ ტრულათაც კი არა, მაგრამ იმათ თუ თავის ინტერესები აქვს და ასე ხედავენ სომხეთსო და ისეთ გადაწყვეტილები შეიძლება მიიღონო, რომ ჩვენ მე აღარ დაგვიდგოვებოდეს. ეს მეორე არის უკვე ინფორმირებული არჩევანი. ის სხვანაირად უყურებს. არა, მით უმეტეს ახლა თუ გავითვალისწინებთ, ერთი დიდი დიასპორა რუსეთშია, მეორე ამერიკაშია. სომხებზე ხო, ერთმა შეიძლება რუსეთის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღოს, იმიტომ რომ სომხეთისას არც ერთი არ მიიღებს ამაში. ხო, თავარი ერთხელ ერთმა სომეხმა ესე ვთქვათ, უბრალოდ ადამიანები ძირითადად ახლა დიდ აღმოჩენას კი არ ვაკეთებ. მოვლენას უყურებენ საკუთარი ორი თვალით და ორი ყურით უსმენენ. და ან გინდა თუ არ უნდათ ქვეყნის ინტერესებს საკუთარი ინტერესებიდან ხედავენ. აი რომ ამობენ რომ საქვეყნო ინტერესი, ესე წარმოუდგენია მისი ინტერესებიდან გამომდინარე. და პარტიებშიც ეს ერთიანდებიან, არავინ არ მიდის და არაკეთებს იმას, რა ქვია, თავის ინტერესების საწინააღმდეგოდ აი დანარჩენი. არ ხდება ესე, ნუ შეიძლება ერთი. და ბუნებრივია, ამიტომ არ უნდა მას რუსეთი და ამერიკა, იგივე სომხეთის მაგალითზე რომ დავინახოთ, ის მიიღებს როსტოვში მცხოვრები სომხი მიიღებს გადაწყვეტილებას, როგორც როსტოვიდან ხედავს სომხეთს. და ვასიკო, მე ისიც თქვა მინდა. ეხლა ის ესტონეთის ხაკანა უკვე აღარ შემილია. ესტონეთის გარდა ყველაფერზე ლაპარაკობს გონი. ჩვენთან მიტინგებზე დადის. ოპოზიციის მიტინგებზე დადიოდა აქ ჩვენთან. საგარეო საქმეთა მინისტრი. რა, მან არ იცის, რომ ეს 1% ნახევარია, იცის. მან არ იცის, რომ ეს არსებით ზეგავლენაც ვერ მოახდენს 100% ვინც მას წარმოუდგენია იმას, რომ მისცენ ხმას, იცის. აბა რა თუნდა. უნდათ ისევ იმ ყალბი ნარატივების დასამკვიდრებლად, რომ არჩევნები გაყავდათ საქართველოში. დადგებიან, თქვათ, შემდეგ არჩევნებზე თავისი ამ ზეგავლენების, რაზეც ვილაპარაკეთ, იმის მეშვეობით, თქვათ, დასვავენ იქ ციფრს 80-20-ზე, ან 90-10-ზე. ჩვენთან დაждდება სხვა რა თქმა უნდა, იმიტომ რომ რეალობა სხვა არის და მე იტყვიან, რომ აი წარმოიდგინეთ როგორ გააყალბეს საქართველოში. აქ სადაც თავისუფალ გარემოში ჩატარდა არჩევნები 90-10-ზე დაждდა და იქ საქართველოში 52 რაღაცაზე. ამისთვის უნდა თორემ აი პრაგმატული მოსაზრებებითაც სხვა არ დაჭირდებათ ეს პროცენტ ნახევარი არაფერში არ დაჭირდებათ. ამიტომ ჩვენ ვხედავთ ამას ყველაფერს და ამიტომ ვეუბნებით ჩვენს მოქალაქეებს, რომ ჩამოდით, გააკეთეთ ინფორმირებული არჩევანი, იმიტომ რომ სწორად ითქვა, რომ ინფორმაციის მიღება არ ხდება მხოლოდ საინფორმაციო საშუალებებით, იმიტომ რომ ყველა საინფორმაციო საშუალებას თავისი სარედაქციო პოლიტიკა აქვს და სხვისი თვალით დანახული ერთია. ინფორმაციის მიღება ხდება იმ საზოგადოებაში ტრიალითაც, სადაც ხარ. იქ მეზობელთან დალაპარაკებითაც, იქ სამსახურში ურთიერთობითაც, ნათესავებთან ურთიერთობითაც და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იმ ცხოვრებით როცა ცხოვრობ, რომელიც აქ არის, ხო, ამ გარემოში. აქ არის ნათქვამი, თუნდაც მცირეხნით მაინც ჩამოდი რომ და იმისა, რასაც შენ ინტერნეტში ნახავ, შენი თვალით გაესაუბრე, შენი თვალით დაელაპარაკე ისევ შენ ახლობლებს, ისევ შენ მეზობლებს, ისევ შენ მეგობრებს და შეიქმენი შენი დამოუკიდებელი შთაბეჭდილება და არა ვთქვათ პროპაგანდისტული მიზნით თუ ვინმე მე მოგაწოდა ეს. და მეორე, ასეთ ვითარებაში შენ როდესაც აქ ჩამოხვალ, ამ ბულინგისაგან აბსოლუტურად დამოუკიდებელი და თავისუფალი იქნები. არც იმის შიში გექნება, რომ ვინმე რაღაცა კონტროლს დაგიწესებს. ეხლა შენ თბილისში ჩამოხვალ, ლონდონიდან ვერავინ ვერ გაგაკონტროლებს, აქ სად მიხვედი და ხმავის მიეცი და როგორ და რა ფორმით. და ვერც ბულინგს ვერ მოახდენ შენზე. აი ამაზეა საუბარი და ამისთვის გაკეთდა და ჩვენი მიზანი გითხარით და მათი მიზანი რატომაც ასე დაჟინებით ითხოვენ, ისიც გითხარით, იმიტომ რომ იმათ მხოლოდ პროპაგანდისტვის სჭირდებათ ეს. იმისთვის სჭირდებათ, რომ თქვენ გახსოვთ, არჩევნები ჯერ კიდევ ჩატარებული არ არის, მანამდე ყვირიან ხოლმე რომ არჩევნები გაყალბდება, ჯერ ჩატარებული რო არ არის, იმიტომ რომ დასკვნებსაც ხო ეგრე ასე წერენ. ესე იგი გამოდის სერჩინსკი და ამბობს, რომ საქართველო არის უფრო უკან და უფრო ნაკლებად არის მზად ევროინტეგრაციისთვის, ვიდრე მოლდოვა და უკრაინა. მერე ამ გუშინ წინაც გამოაქვეყნა, რომ თქვა ეკონომიკური ზრდის ტემპებით 2%-ზე ნაკლებიათ იმათ, 7%-ზე მეტი გვაქვს ჩვენ. მერე ამავე დროს გამოაქვეყნებენ, რომ კარგი მართლობის ინდექსით 1.7 ჯერ მეტი გვაქვს თითქმის ორჯერ ვიდრე ევროკავშირს და უკრაინა რო გვიცრებს ეს გუშინ და გუშინზე განსაკუთრებით ცინიკური იყო, რომ გუშინ რასაც უყურეთ უკრაინის რადაში
ნუ ამზადებენ ახალ მაიდანს ახლა ამზადებიან და მე უყურებ ის ანტიკორუფციულს რატომ ენიშნა ახლა ამ კონტექსტშია რომ ძალიან საეჭვოდ არის ძალიან აყანყალებენ ახლა იმას რა ქვია ზელენსკის ეს იგი დგანან და გადაკეტეს ტრიბუნა და ზელენსკის პარტიიდანაც მიემხრენ ახლა ამ სიტუაციაში და ნუ გვიცრებს და ხვალე უცებ შეიძლება გითხრან რომ ეს ვერ გამიკვირდება და ძალიან სამწუხაროდ რო თქვენ რომ არა ეს თურმე კორუმპირებული ყოფილა მე რისთვის თქვი ეს მაგალითი მაგრამ გმირი მაინც იქნება ხო არა თქვი ეს მაგალითია მხოლოდ ერთი რამის გამო დასკვნა გამოგვაქვს ჯერ წინაპირობებს განიხილავ და მე გამოგვაქვს დასკვნა წინაპირობებს თვითონვე აქვეყნებენ რომლისგანაც ის დასკვნა არ გამომდინარეობს ხო ბოლოს რომ ამბობენ რომ უკრაინა და ბელორუსი ამასა და მოლდოვა უსრებს საქართველოს ანუ დასკვნა რა არის? დასკვნა არის ის, რომ ჯერ დასკვნა დაწერე და წინაპირობები არ გაინტერესებს. საერთოდ არ უყურებ იმას. ხო და ამასთან გვაქვს რა საქმე ზოგადად ჩვენ და სამწუხაროდ. აქ ერთი თემა არის, რომელიც ერთი არგუმენტია, რომელიც მე ვფიქრობ, ეს სიამდვილეში ხელისუფლების სასარგებლოდ რატომ არ შეიძლება იქნეს ის განხილული პირველი ეს მომიდა თავში იმიტომ რომ თუ ეს ადამიანები ამითი ძალიან უკმაყოფილო დარჩებიან და ანუ მათთვის ისეთი პრიორიტეტი იყო მიგრანტებისთვის რომ აი ამ არჩევნებზე თუ არ წავედი და მე ესე იგი აბსოლუტურად ვინც არის ყველა წასული მაშინ ეს მათი ოჯახის წევრების განწყობაზე აისახება რეალურად რო ვილაპარაკოთ ხო ანუ ეს სინამდვილეში ეს რო ესე იყოს ამათვის მნიშვნელოვანი ეხლა ვიხდი 43000 ადამიანზეა რომ ისედაც არ აი გეტყვი ერთ რამეს აი ჩვენი სტილი რა არის თუ დავაგვირდებით რომელიც უკვირთ აი თვითონ უკვირთ იმიტომ რომ თვითონ ამას არაზოს არ გააკეთებდნენ ოპოზიციაში ჩვენ ესეთი გახმაურებული ამბები კორუფციასთან ბრძოლისა გვაწყობდა პოლიტიკურად პირდაპირ თქვა იყო თეორიული შანსი ეს ყველაფერი ჩვენად გაგვეკეთებინა იყო მაგრამ არ გავაკეთეთ რატომ არ გავაკეთეთ იცი პრემიერმა გამოაცხადა რომ ეს იქნება სისტემის ბრძოლა კორუფციასთან ეს არ იქნება შიდა პარტიული რაღაცები ჩვენად გაკეთება და ასე ჩვენ უნდა შევქმნათ ის სისტემა რომ არავის აზრად თავში არ მოვიდეს სახელმწიფოში რომ აქეთკენ ნაბიჯი გადადგას და ამას უნდა ვებრძოლოთ მიუხედავად იმისა რომ ჩვენი პოლიტიკური რენომე შეიძლება დაზიანდეს ჩვენ ეს გავაკეთეთ ჩვენ ეს ნაბიჯები მაინც გადავდგით განსხვავებით უკრაინისგან უკრაინამ ეს ერთი ოპერაცია ჩაატარა აქ სისტემურად ხوار გააკეთებენ ისინი იცით სანამ გამოძიების ფედერალური ბიურო არ ჩავიდა და პირადად არ ჩაატარებინა ეს ოპერაცია თვითონ ამის გაკეთებას 100 წელი არ აპირებდნენ ამიტომ ჩვენ აბა ჩვენი ნებით ვაკეთებთ ჩვენ სუვერენიტეტს ჩვენი ნებით ვიცავთ ვინმე კი არ გვაცვევინებს ვინმეს დარიგების გამო კი არ ვაკეთებთ და ან იმას კი არ უყურებთ ეს პოლიტიკურად შეიძლება მომგებიანი იყოს თუ არ იყოს მომგებიანი ჩვენ უყურებთ ჩვენი სახელმწიფოებისთვის და სუვერენიტეტისთვის არის მომგებიანი თუ არ არის მომგებიანი. ამიტომაც ხანდახან იმ მსჯელობებს რო უყურებ ვითომ მათი ანალიტიკოსების და ტოპტვინების გაოცება ნარევი მით მსჯელობენ ხოლმე რომ და მე ვეღარაფერი აზრით ხო მაშინ ახლა მithumetes თავში ვერ მოდი შიდა პარტიული ბრძოლა აქვს და შიდა პარტიული ბრძოლა სად გაგიგია გარეთ გამოტანილი შიდა პარტიული ბრძოლა იმიტომ რომ შიდა პარტიული რო შიგნით ხდება ეს ყველაფერი ესე იგი ხომ უნდა მივხვდი რომ შიდა პარტიულ ბრძოლასთან არა გაქვს საქმე რა მაგრამ ვერ ხვდებიან იმიტომ რომ ისინი თავის პირად კეთილ დღეობას ყოველთვის მაღლა აყენებენ და რაიმე უფრო მაღალი თუ არსებობს ამ ქვეყანაში ვიდრე პირადი კეთილ დღეობისთვის ზრუნვა არის ვერ წარმოუდგენიათ ანუ ეს თემა არის რომ თუ ეს არის იმიტომ რომ თუ რაღაცა რაოდენობა სხვადასხვა რა რაოდენობა არის გასული ეს არის იცნობილი ოფიციალურად ადამიანი მაინც ხო აისახება საზღვარს ალბათ აქვს ეს არა მაგრამ ალბათ არსებობს ხო იმიტომ რომ გავიდა ადამიანი და არ დაბრუნდა უკან ხო ამით შეგვიძლია რომ დავთვალო ძალიან დიდი ციფრია ბევრად მეტია ვიდრე 43000 ხო სწორია არა ნუ შეუდარებლად ბევრი ეხლა იმ ადამიანი შეიძლება არც აპირებდა არჩევნებზე მისვლას მაგრამ შეიძლება გადაწყენდეს ახლა მის განწყობაში ვერ შევალთ შეიძლება განაწყენდეს რომ მისი ნაცნობებიც არ განაწყენდა ბუნებრივია მისი ნაცნობებიც არ განაწყენდებია ხო ახლა თუ ნუ ახლა ძირითადად ოჯახი მაინც ნუ კი ბატონო გასაგებია მაგრამ ეს არის ჩვენი პოლიტიკური რისკი მაგრამ ჩვენ არაერთხელ დავადასტურეთ რომ ჩვენი რენომე რისკის ქვეშ ყოველთვის შეგვიძლია დავაყენოთ თუ სუვერენიტეტთან აგვაქვს საქმე. როდესაც სასორის ერთ პინაზე საქართველოს სუვერენიტეტი დევს და სასორის მეორე პინაზე ჩემი პოლიტიკური დაზიანება და ჩემი რენომეს ან რეიტინგის დაქვეითება,
რა თქმა უნდა სუვერენიტეტის ფინანსზე დავაჭერდა. ეს ორმაგ მოქალაქეებსაც ეხებათ? ეგივე სიტუაცია? რა თქმა უნდა. ხმის მიცემის უფლება ვისაც აქვს. ორმაგ მოქალაქეს ორივე ნუ არა ვარ ამაზე ინფორმირებული. არა, ეს იმ ქვეყანას გააჩნია, ის ჩვენ არ გვეხება, ის ქვეყანა თუ მიცემს უფლებას ორმაგ მოქალაქეს არჩევნებში მონაწილეობას. ხო და ორმაგ მოქალაქეს ჩვენთან ეს შეზღუდვა აქვთ ხოლმე საერთოდ? ჩვენთან ჩვენი პასპორტი გიდევს ჯიბეში, მეორე გიდევს. ხო, ორმაგ მოქალაქე საქართველოში აძლევს ხმას, ხო? რა თქმა უნდა. აძლევს. რა თქმა უნდა. ჩვეულებრივად საქართველოს მოქალაქე ხარ, კი. კი ბატონო. ერთი თემაა კიდე ასეთი, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ერთ-ერთი არგუმენტი თუ შეიძლება ითქვას, არის ის, რომ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ემიგრაციაში არიან, ძირითადად თქვა სამუშაო ემიგრაციაში, ისინი აქტიურად მონაწილეობენ ჩვენს ეკონომიკაში. ეს არის გადმორიცხვები, საკმაოდ დიდი ოდენობით, ბოლო წლების განმავლობაში გადმორიცხვები ბევრად მეტია, ვიდრე პირდაპირ უცხოური ინვესტიციები. სტატისტიკური მონაცემებით ეს ასეა. და ნუ ისინი აქ რა თქმა უნდა თავის ოჯახებს ეხმარებიან, მაგრამ ეს არ არის უბრალოდ მარტო ოჯახებთან დახმარება, ხო? ანუ ბოლო წლების განმავლობაში ეკონომიკაში მათი წილი გაიზარდა, ასე ვთქვათ, უძრავი ქონების ბაზარზეც. მაგალითად, უძრავი ქონების სტატისტიკას თუ ავიღებთ, პირველ ადგილზე არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ და ვინც მერე ყიდულობს აქ უძრავ ქონებას. ეს ნიშნავს, რომ ოდესღაც ის აპირებს ისევ ან დაბრუნებას აპირებს, ან კაპიტალს ან ინვესტიციას აკეთებს და ან ასე შემდეგ. ყველა შემთხვევაში აქვს თავის ქვეყანას. ანუ მოკლედ ეკონომიკაში ის მონაწილეობს. შესაბამისად და მონაწილეობს აქტიურად რა, ანუ უძრავ ქონებას ყიდულობს, უძრავი ქონება კიდე ჩვენ შემთხვევაში ერთ-ერთი წამყვანი, ესე ვთქვათ, ეკონომიკის დარგია, დეველოპმენტი და მეორეს მხრივ ის ასაზრდოებს საკუთარი ოჯახის წევრებს. ანუ ერთის მხრივ მათ ესეთი დიდი მონაწილეობათ ეკონომიკაში და მეორეს მხრივ თითქოს ეზღუდებათ პოლიტიკაში მონაწილეობის რესურსი. ან გარკვეულ მოქმედებაზე უნდა წავიდნენ, იმიტომ რომ ხშირად იმაზეც არის ხოლმე საუბარი, გახსოვთ, წინ არჩევნებზეც იყო ეს თემა, რომ 40,000 იმიტომ მივიდა არჩევნებზე, რომ რთულია, მაგალითად ამერიკაში ვიღაცა ლოს-ანჯელესში ცხოვრობს და საარჩევნო თუ შეიძლება ვაშინგტონში მოიწეს ჩასვლა, სადაც ის არის, რა ქვია, და არ არის ეს მარტივი ამბავი რა, იქიდან საქართველოში თბილისში მაცხოვრებლებს უჭირთ ხოლმე რაიონში დაბრუნება ხმის მისაცემად და მით უმეტეს ამხელა მოძრაობას. ამიტომ აი აქ როგორ არის საქმე, ანუ თუ ეს ადამიანები ჩვენი ეკონომიკის ესეთი განუწყვეტელი ნაწილია, პოლიტიკაში მათი მონაწილეობა რატო ხდება უფრო რთული, რატო რთულდება, ესე ვთქვათ, არ უქმდება, მაგრამ რთულდება, ხო? რა ვიცი, მოტივები გითხარით, იმიტომ რომ ისინი არიან მოწყვლადები, ადვილად შეიძლება მოიქცნენ ზეგავლენის ქვეშ და მესამე ეს არის დიდი რისკი არაინფორმირებული არჩევანის გაკეთებისა. იმიტომ რომ როდესაც მასზე ადგილობრივი სიტუაცია ახდენს გავლენას, მხოლოდ ის რომ ინტერნეტში შევა და საღამოს 1 საათით საინფორმაციო საშუალებებს გადახედავს, ეს არ არის ინფორმირებული არჩევნების გაკეთების საწინდარი. ეხლა უბრალოდ არ წამომიღია თან, მაგრამ ამაზე სხვათა შორის ნაბიჯელი აქვს გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა საკითხთან დაკავშირებით, სადაც განმარტებული აქვს რა არის ინფორმირებული არჩევანი და ამას უსვამს გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლო, ერთ-ერთი უმაღლესი რანგის სასამართლოა, რომლისგანაც მთელი მსოფლიო ბევრ რამეს სწავლობს, იმიტომ რომ ფაქტიურად დისერტაციებს წერენ ისინი, გადაწყვეტილებებს კი არა, ისეთი მაღალი რანგის მოსამართლეები არიან და ისეთ გადაწყვეტილებებს იღებენ. და იქ ზუსტად ეს აქვს განმარტებული, რომ ინფორმირებული არჩევანი არ არის ის, რომ მას ხელი მიუწვდება ინფორმაციაზე, ანუ თქვათ ინტერნეტში გავრცელებული ინფორმირებული არჩევანი არის ის, რომ მას იმ საზოგადოებასთან, ადგილობრივ საზოგადოებასთან ან პირადად ჩამოსვლით, ან იყოფნით იქმნის შთაბეჭდილებას, იმიტომ რომ აქ უშუალო კონტაქტი და შეუძლია თვითონ შეაფასოს შექმნილი ვითარება ამა თუ იმ ქვეყანაში. იმ შემთხვევაში გერმანიაზე საუბრობდნენ. და ეს არის სწორი. იმიტომ რომ ეს ინფორმირებული არჩევანი კიდევ ერთხელ ვამბობ, არ ნიშნავს მხოლოდ საინფორმაციო საშუალებიდან ამის მიღებას. ამიტომ ჩვენ მხოლოდ ერთი მოტივი არ დავასახელეთ, მათი მოწყვლადობა. ასევე დავასახელეთ მეორე მოტივი, ეს იყო ინფორმირებული არჩევანის გაკეთება. ანუ მათ უნდა ვინც ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, რა თქმა უნდა, იმ დილით არ ჩამოფრინდება. რაღაც გარკვეული 1-2 3 დღით ადრე მაინც ჩამოფრინდება და ეკრემა საშუალება გაესაუბროს თავის ნაცავებს, მეგობრებს, მეზობლებს, თავის თვალით ნახოს და შეაფასოს, რომ არის თუნდაც 100-თა სხვადასხვაობა ამ ქვეყანაში,
და ვის რა არგუმენტი და რა გარემოა. ის არგუმენტი მესმის, რომ თქვათ ის 42000 თუ ან თუ დაემატა თქვათ 10-100,000 გახდა, ისაც სურვილი აქვს, რომ ესეთი ამ გამოვარდნილი აღარ იქნება კონტექსტიდან, ხო, მათი ხმის მიცემს ისინი დაბრუნდებიან თუნდაც საქართველოში და ერთად სხვებთან ერთად მისცემენ ხმას, მათი საარჩევნო, ასე ვთქვათ, ქცევა არ იქნება ამოვარდნილი ზოგადი საარჩევნო ქცევისგან, ხო, ისინი გახდებიან ამის ნაწილი. დიდად ვერ შეცვლიან ამ სურათს, რომელიც დადგება საბოლოო ჯამში შედეგთან მიმართებაში, მაგრამ აი ეს მომენტი, რომ ეს ხალხი, ასე ვთქვათ, მათი განწყობა, მაგალითად აი პირველ თემასთან დაკავშირებით, რომ აი თქვა ჩამოვა. იმ რამდენიმე დღეში ეს, ანუ რთულია, რომ მათი წარმოდგენები შეიცვალოს იმ რამდენიმე დღეში, რაც ისინი აქ გაატარებენ საარჩევნოდ, ხო? იმიტომ რომ თუ ჩვენ ვამბობთ იმას, რომ ისინი არიან ამ გავლენის და მე ამას ვეთანხმებ, იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ სპეცსამსახურების მუშაობის შედეგი, მე როგორც მედიის წარმომადგენელი სრული პასუხისგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ აბსოლუტურად პროპაგანდისტულია ევროპული და ამერიკული მედია, აბსოლუტურად პროპაგანდისტულია ყველა თემასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენთვის შეიძლება სასიცოცხლო იყოს, ანუ იმ გლობალურ სურათის დახატვასთან დაკავშირებით. აბსოლუტურად დაგეთანხმებით, ახლა ამაზე ტრამპი ერთნაირი. ხო, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ვამბობს იმას, რომ მე არ მაქვს საშუალება იმისა, ჩემზე ახდენენ ზეწოლას ეს პროპაგანდისტული მედიები აბსოლუტურ ტყუილს ავცელებენ, ტყუილი ნარატივების გამავრცელებლები მოქმედი პრეზიდენტი რო დაიჩივლებს. ახლა წარმოვიდგინეთ, იქ ჩვენი მოქალაქე რადოდის მოწყვლადობის რეჟიმში არის იქ. კი ბატონო. ხო, აქედან გამომდინარე, ანუ იმის მომენტი, რომ თქვათ, ჩამოვლენ და აქ ცოტა შეიძლება აზრი შეიცვალონ ან რაღაც სხვანაირად შეხედონ, თითქოს არ არის, მაგრამ აი ეს არგუმენტი ჩემთვის არგუმენტია, რომ აი ზოგად სურათის ნაწილი გახდებიან და არა ვთქვათ, ამოვარდნილი იქნება 80-20-ზე, ანუ 90-10-ზე, იმიტომ რომ ერთი არის, რომ ვინც ჩამოვა, ეხლა იმისთვის ეს არის, ანუ ერთ ქვეყანაში ჩამოვა, ხო, სხვადასხვა რა გზავნე ალიასკაზე და მეორეც ერთი ანუ ცოტა ჩუბლიური გარემოში მისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ეხლა მე არ ვამობ რომ აი საკამათო საფიქრალი თემაა და მაგრამ ის რომ ადამიანი არის არალეგალი გასაგებია არალეგალი ის ვერ საარჩევნებზე ვერ მიდის თვითონ რომ მოწყვლადია ადამიანი რომ მე სრულად ფესვს ახლა იმის განწყობა საკონსულოსაც კი მაგრამ საკონსულოსაც არ ვენდობი მე რომ ახლა არალეგალი იყოს უთხრა რომ მაინც დავდგე იმიტომ რომ ახლა მე რა ვიცი კონსული რა ხასიათზე დადგება და ლეგალურად მიეწვის მე ჩემ მონაცემებს თუ არალეგალურად მიეწვის რომელიმე ნუ ფაქტია რომ არიდებენ არა ფაქტია არა ბუნებრივიც არის ადამიანი არის მე ჩემი საკონსულო შეიძლება იყოს თვალყურის დევნების ობიექტი და დამინახო იქ და ამბავი როგორ არის ქვეყნები ამას არც ეგ გამორიცხოთ შეიძლება კი შეიძლება სიტყვა მოამოწმოთ ქვეყნები ამ არალეგალებს ჩემ ბატონო ხო თქვა ეს არ არის რომ გიდა თუ არა ქუჩებში იჭერე იმიტომ რომ მათ წილად აწყობთ ეს არის იაფი მოსამსახურე საერთოდ რო თქვა რომ ეს სამიგრაციო პოლიტიკა ახლა რომ ბრიტანეთის მინისტრიც გამოვიდა და იღუპება ბრიტანეთი ამ სამიგრაციო პოლიტიკითო რო თქვა და ნუ ტრამპმა რო თქვა ეს ევროპა აღარ არის ამ სამიგრაციო პოლიტიკის შედეგათო ეს არ არის როგორც ეს ფორდება დიდი ჰუმანიზმიდან გამოვლენა ეს არის იაფი მუშახელის თემა და ეხლა ვინც არის ის ადამიანებმა ფაქტობრივად მომავალს წირავენ იმიტომ რომ თვითონ არის აი პირდაპირ უთქვია ქვეყანას არ ვიტყვი რომ მაგალითად თამილები ჭურჭელს რეცხავენ იქიდან არის სხვადასხვა ცეილონზე მაცხოვრებლები ეს პირდაპირ მითხრეს ესენი ამაშვებიან თურქები ამაშვებიან ისინი ამაშვებიან ნარკოტიკებს ესე დაყოფილია და თვითონ არის აქციები უფრო ნაკლები ეს სამუშაო სიტუაციებიდან გამომდინარე ერიდებიან ამ სამუშაო ამიტომ ამ იმიგრაციულ პოლიტიკასაც პერიოდულად ტალღას მოაწყობენ ხოლმე თუ ეს არის მაგრამ ძირითადად თვალს ხუჭავენ რომ საკუთარი მოქალაქეები არ გაანაწყენენ მაგრამ მაინც არალეგალი რო ვარ და ნებისმიერ წუთს შეიძლება რომ მე მომკიდონ ხელი და გამაძევონ ეხლა ეს მახსენდება მაშინ ხო იცით 90 ბნელი 90 რო იყო ახალ გამოდიოდით წაგვიყვანეს ჰოლანდიაში და აღმოჩნდით ერთ-ერთ უბანში ეს მაშინდელი დეპუტატები 90-იან წლების და ვიდრე ერთი 100 მეტრი გავიარე ერთი 50-მა კაცმა შემომთავაზა ერთმა ჰეროინი მეორემ კოკაინი მესამე მძიმე ნარკოტიკები რა თქმა უნდა გავიარეთ მე მქონდა შეხვედრა იმასთან რა ქვია პოლიციაში ამსტერდამის პოლიციის ერთ-ერთ შეფთან და დაგვიხატა რა სქემები აქვს როგორ აქვს რანაირად და მე ვუთხარი
კი, გასაგებია, რომ თქვენთან ოფიციალურად მარიხუანა იყიდება, არის სპეციალური მაღაზიები და შეგიძლია შეხვიდე და იყიდო, მაგრამ მძიმე ნარკოტიკები თუ იყიდება, არაო, ეს აკრძალულია. რამდენია მეუთხარი მძიმე ნარკოტიკების გასაღებაზე? 20 წლამდეო. მეუთხარი მე გუშინდელმა ჩამოსულმა 100 მეტრი ისე გავიარო, რომ 20 მოვაჭრე გამოვლენაც არ დამჭირდა, თვითონ მოვიდნენ და დამელაპარაკენ და როგორ დავიჯერო ეხლა თქვენ რომ არის ამას ებრძვით. ხო, ამას ებრძვით და კორუფცია არა გაქვთ და ის არა გაქვთ, რომ 20 მეტრში, 100 მეტრში 20 კაცმა მძიმე ნარკოტიკი შემომთავაზა. ნუ ძალიან დაბნეულობა გამოიწვია. ჩვენება მითხრეს კიდევაც რატო ჩააყენე ესე თუ ხერხულ მდგომარეობაში. მაშინ ხო იცით დასავლეთელს არ შეიძლება სიტყვა შეუბრუნო ის სიტუაცია იყო ისინი ხო ისინი არიან ხო და მე მითხრა კარგითო ახლა მაშინ არ მოგატყუებთო. გვიჩემნიაო აქ ერთად იყვნენ ვიდრეო მთელ ქალაქში გაიშალონო და ყველგან გაყიდონო რა ეხლა აქ რო დავერიოთო მე ჩუმჩუმა დაიწყებენო ამსტერდამის ყველა კუთხეში და აქ ერთად მაინც არიანო და რაღაცა კონტროლს მაინც ვაწესრიგებთო ასე რომ რა თქმა უნდა ბევრ რამეზე ისინი თვალს ხუჭავენ მათ შორის ასეთ რაღაცეებზე მათ შორის ემიგრაციის კაცო ეხლა არაკანონიერებაზეც და ბევრ რამეზე ხატროვის გამოფენა და კოპენჰაგენის ცენტრში იყო ეგეთი ამბავი და მე საერთოდ დამოუკიდებელი სახელმწიფო გამოაცხადეს და ხო მაგრამ ის დაიწყო იქიდან რომ აი მასეთები თვალის დახუჭვა იყო და იქ ამბავი ხდებოდა მაგრამ აქ ფაქტია რომ ჩვენ ამასთან არ აგვაქვს აქ საკონსულო აღრიცხვაზე დამდგარი პირების არჩევნებში მონაწილეობაზე სხვა ვერ მიიღებს მონაწილეობას კიდე ერთი თემა მაქვს ასეთი რომ აი თვითონ ის პრობლემა რომელიც ახსენეთ თავისთავად პრობლემა და გეთანხმებით რომ ეს პრობლემა არსებობს ეს გავლენა მაგრამ აბიც არა აქ კიდე მაგკითხვა ხო არა აქედან არ მიდიო თემიდან არ მიდიო მე როგორც წინა თქვი უყვაყვილო ესეც ლეგიტიმური კითხვაა და ჩვენთვის ვფიქრობდი ახლა მინდა რომ ვკითხო ეს რომელ პარტიებს შეიძლება რომ იყოს ამითი უკმაყოფილო აი ეს საკითხი მე რო პარტია რომელმა პარტიას შეიძლება შემაწუხოს ეს რომელიც პარტიას არცეც რა თქმა უნდა არა რომელიც არჩევნებში მონაწილეობს ხო ამას ვამბობდი და მთელი რიგი პარტიები ხო კატეგორიულად გამორიცხავენ არჩევნებში მონაწილეობას ეს იმათვის არანაირად არ არის ასიკო პარტიებზე გითხარი კიდევაც ეხლა ავიღოთ თქვათ ეს 1% ნახევარი ეს 1% ნახევარი 100% მივეცით თქვათ ოპოზიციას ჩვენ ვთქვით რომ ჩვენთან ჩავატარეთ პროპაგანდა რომ არც ერთმა ჩვენ არ მოგცეთ ხმას ამათ მიეცით ერთ პარტიაზე ხო არ გადანაწილდება ის 1% ნახევარიც გადანაწილდება იმ 5-6 ოპოზიციურ პარტიაზე 7-ზე შეიძლება მეძე და ისე გაიფანტება ეს 1% ნახევარი არანაირი დატვირთვა არ აქვს ეს იმ პროპაგანდის ნაწილია და იმ ნარატივის ნაწილია შემდგომში რა უნდა მოყვეს ამას შემდგომში უნდა მოყვეს ამას რომ თქვა რომ ეს არჩევნები არის არალეგიტიმური ამას ხო ყოველ წუთში აკეთებენ ყოველ წამში აკეთებენ ხო და ასე რომ ჩვენი პარტიები კი არ არიან უკმაყოფილო მათ იციან რომ ის არაფერს ბევრს არ შემატებს ის მათ დაავალებენ რომ ამაზე იხმაურონ სხვა კურს მოაბავენ ხო თან ამის გამო ზოგს პატრიოტიზმი მოაწვევა ზოგს ეხლა გაახსენდება ემიგრანტის ზოგს რაღაც სხვა რამე სათქმევინებენ აქ თავარი ის არის რომ ცაკანას ვინც ათქმევინა იმას რა ადარდებს იმას ადარდებს რომ ამ პროპაგანდისტულ მექანიზმს რომ საქართველოში არჩევნები არალეგიტიმურად ტარდება ერთ დიდ მექანიზმს კარგავს იმისთვის ეს არის ადარდებელი ხო ეს არის თქო ამას ეს არის თორე ჩვენი პარტიებს რა აქვს ადარდებელია თორე ის პარტიები რომ ჩატარდეს თქვათ და დაიღო ხელისუფლება უკანან ეს სხვა სიტუაცია არჩევნებზე ხო ღია და ყოველ დღე მიდის საუბარი რომ არჩევნებში არ მივიღებ მონაწილეობას უნდა გინდა თუ არა მოხდეს რევოლუციის გზით ხო რა თქმა უნდა ეხლა თქვათ მე წავიკითხე ახალი ინიციატივა არის ტექნიკური მთავრობა კი არ კეთდება რაღაცნაირი მთავრობა კეთდებაო არა ნუ ის საერთოდ სიგიჟია ესე იგი მოვისმენე რომ იქ მთავარი მექანიზმი კი არა იქ მთავარი მექანიზმი ის არის რომ სალომე ზურაბიშვილი ლეგიტიმური პრეზიდენტია და იმის გარშემო მოაწყობენ რაღაც თეორიას. გუშინ მოვისმინე რომ ეს არის სამოს რომ მე არასოდ არ მithქვი რომ ლეგიტიმური ვარ რაღაც ახალი გუშინ მოვისმინე თუ მოკლედ ერთი კითხვა რა მესიჯებს უგზავნიან იქიდან ურთიერთგამომრიცხავს არ ვიცი მაგრამ ეს რომ წავიკითხე ამას რა ვიცი თავმოყარე მესამე კლასელიც არ იტყოდა ამ თეორიას ისეთ სირიჟესა ერთი კითხვა მაქვს მოდით ესე თქვა რა თქმა უნდა შეიძლება ცუდი შედარება იყოს ეხლა რასაც ვიტყვი მაგრამ მაინც ანუ თლიანობაში პრობლემაში გეთანხმებით რომ არსებობს გავლენის შესაძლებლობა მოწყვლადობა მაღალია იქ და ასე შემდეგ მაგრამ ეს მეორეს მხრივ აშიშვლებს ამას იმიტომ გეკითხებით რომ ელჩი იყავით და საინტერესოა თვითონ ეს მოცემულობა
ეს აშიშვლებს იმ პრობლემას, რაც ჩვენს წინაშე შეიძლება იდგეს, რომ ჩვენი საელჩოები კარგად არ მუშაობენ. ისინი ვერ ახერხებენ ჩვენს მოქალაქეებთან კარგ სწორ კომუნიკაციას იმისთვის, რომ განეიტრალდეს ის საფრთხეები, რომელიც იქიდან მოდის. მაგალითად რომ მოვიყვანოთ, ერთი წლის წინ ჩატარებული რუსეთის არჩევნებში საზღვარგარეთის ოლქებში ყველგან პუტინმა გაიმარჯვა. ყველგან გაიმარჯვა პუტინმა, ეს ხალხი, რომელიც მიდიოდა დასავლეთში, მაცხოვრებელი რუსები და აძლევდნენ ხმას საელჩოებში, ყველამ პუტინის სასარგებლოდ მისცა ხმა. ანუ იქ მათ ეს პროცესი რა თქმა უნდა, ბევრი რესურსი აქვს, იმიტომ ვთქვი, რომ ცუდი შედარება იქნება, თქო ეს რესურსები არათანაზომადია, რაც რუსეთს აქვს. საგარეო თვალსაზრისით და რაც ჩვენ გვაქვს, მაგრამ მთლიანობაში ის, რომ საელჩო კარგად მუშაობს, ეს გარკვეულ პრობლემებს არაფრის მანიშნებელი არის რუსეთთან მიმართებაში და გეტყვით რატომ. მე ამის დავიცავე ხლა, როგორც ყოფილი კოლეგა. რა თქმა უნდა, ეს ისედაც იმდენი საქმე აქვს და ბევრი სხვა საქმე აქვს, რომ ის ახლა ასე კარდაკარ ყველა ემიგრანტს ვერ ჩამოყალიბებს. მაგრამ ვინც რეგისტრაციაშია იმათთან შეიძლება შეხვედრები და არა შეხვედრები ჩაატარებ იმასისა, მაგრამ უყურეთ იქ ხმებს ხო რუსეთის საელჩო ითვლის. თქვათ ბრიტანეთში. ბრიტანეთის ხელისუფლება ხო არ ითვლის ხმებს რა. ხო, მაგრამ იქ ახლა არა ჩვენთან ნამდვილად გეუბნებით რა. მე არ შემაქვს რომ ის ხმები სწორია, იმიტომ რომ იქ არც მივიდოდა ისეთი ხალხი, ვინც არ აძლევს ხმას. ხო, ეგერთი და მეორე რაც იფსაც უნდათ იმას დაწერენ რუსები, ახლა რუსები და არჩევნები ცოტა ისეთი თემაა, მაინდა-მაინც არ დავაპარებ ხელს, რომ იქ ობიექტურია და ამიტომ ამს მაგალითად არ გამოგვადგებოდა ჩემი აზრით. და რაც შეეხება იმას, რა თქმა უნდა, ჩვენი საელჩოები დიასპორებს ხვდებიან, ურთიერთობები აქვთ, მაგრამ არ გეგონოთ რომ ის მოსახლეობა, ვინც იქ არის, ყველა ამ დიასპორულ ორგანიზაციებში არის გაერთიანებული, სადაც შეიძლება მიხვიდე, იმიტომ რომ ისინი თავდაუზოგოვად შრომობენ, დილიდან საღამომდე შრომობენ და თუ რამე ცოტა ისეთი პროფესიის ადგილობრივი წარმომადგენლები არიან, სადაც თავისუფლება შეიძლება მისცეს, რომ ცოტა დრო გამოითავისუფლო ასეთ საზოგადოებრივი საქმიანობისთვის, როგორც წესი აქტიურ ძალას არ წარმოადგენენ თქვათ დიასპორულ ორგანიზაციაში. ახლა 400 ქალამდე, სხვა შორის, სომხეთში ქალები იყვნენ დიასპორულ ორგანიზაციაში, გასაგები მიზეზების გამო, რომ ძირითადად არიან ჩვენი ოჯახები, ესე წასულები ჩვენი მოქალაქეები ცოტა არიან ასე. არიან გათხოვილი ქალები აქედან. და 400 ქალი იყო ამ დიასპორულ ორგანიზაციებში. ახლა რამდენი შეკრებაც დავსრები ვარ და ძალიან ხშირად ტარდებოდა ეს შეკრებები. აქტიური ორგანიზაცია ყავდა ქალების სხვა შორის, მაგრამ 400 ადამიანი ერთად შეკრებილი, ან ის არც მინახავს, არც ერთად და არც ისე. როგორც წესი ერთი და იგივე სეგმენტი მოდიოდა ხოლმე. ამიტომ შენ იმის ილუზია გქონდეს, რომ ამ დიასპორული ორგანიზაციაშია ყველა გაერთიანებული რაღაც ჯგუფებად დაყრდნობა და ადგები და შეხვდები, ესე არ მოხდება. ვერ მოხდება, იმიტომ რომ არის ხალხი, რომლებიც მართლა ისე არიან დაკავებულები დილიდან საღამომდე შრომის რასაკვირველში უწევთ მუშაობა, აგერ არა ვასიკომაც ახსენა, ყოველთვის არ არის ეს ინტელექტუალური შრომა. ძიცილად ეს ფიზიკურ სამუშაოებთან არის დაკავშირებული. ერთიც არის, აი რაც მე ძალიან ცოტა დრო რჩებათ, რომ შეიძლება კითხო ახლა მაგალითად და შეიძლება გავიმართოს და შეიძლება ვერ ვითხრა რომელი რაიონი ის არის შენი რაიონის გამგებელი რა გვარია მაგალითად. მაგრამ პრაქტიკულად მე ვიტყვი გამოცდილება მაქვს აი ეს ქალაქებს ახასიათებთ და თბილისს რაიონში რო გახვიდე ყველა მეცის თავის გამგებელი იმიტომ რომ იქ გამგებელი არის ყოველდღიური და ჩვენთან იმიტომ კი არა რომ აქტიური ვარ და ისა არც არ ცუდი ადამიანი კი არა აინტერესებს ოდესმე იცოდი რაიკომის დივანი ვინ იყო ნამდვილად არ იცოდი იქ მე არ გაინტერესებს იმიტომ რომ ეხლა ისო ჩავიდა მუშაობს განა იმიტომ რომ ნეფერ საელჩო მე ხა ეს მაინც ცოტა კომუნისტური როგორ უნდა იმუშაოს იმას და სულ არ აინტერესებს შეიძლება ასე ეს ელჩი ვინ არის მე გეტყვი დიდ აქ ჩვენთან არ არის მარტო მე უნდა მივსულიყავი წლების წინ არის და ზარბლუკეთში უნდა მივსულიყავი ხაც მახსოვს იმაში მერიაში თუ ბურგომისტრთან და მასპიძელი ჩემი ვინც იყო და მე სადაც უნდა წავსულიყავით და წამომყვა და პირველი იყო რომ გზაში შეწუხდა ისინი ხო შედადიან მაგრამ ვიცი სად არისო ესო ეს შეძლებული ბიზნესმენი იყო და რო წამოვიდა მე იკითხა შეიძლება შემოვიდეო და დიდი ინტერესით ესაკთან და რომ მორჩა აი მადლობა გადამიხადა რომ ჩემი ბურგომისტრი გავიცანიო და მე ვაწიო და მე ისე მოიხიბლა ამ სიტუაციით რომ მე ვაწიო არჩევნებზე წამოვალ ხოლმე არ მეცალა ცუდი ადამიანი ძალიან ისეთი ადამიანი ბუნჩულა საყვარელი წარმოდგენ არ ხო ასე რომ ეხლა ჩვენ მით უმეტეს ეხლა ადამიანი როგორ ჩვენ ხელ ლაპარაკობდით კი არ გასუხობ რომ ის ადამიანი როგორ ერიდება ოფიციალურ სტრუქტურებს ახლა და ახლა კიდე მივიდეს და საელჩო ახლა უტაროს ახლა რა ქვია
სემინარები. კაი, მე დავრჩები ჩემს კრიტიკულ აზრზე. არა, მე გეუბნები რომ ყველაფრის გაუმჯობესება შესაძლებელია და მე მაგალითად საელჩოში მამაში დაგეთანხმები, როგორ გითხა იცი? ხლა თვათ იმად დააბრალო რომ მარტო შეიძლება წესიც არის, მაგრამ თუ ეხლა ველჩი უშუალოდ აი რაღაც ელჩი იყო ხოლმე, მეგობარი იყო და მივსულ ვარ საელჩოში და პარლამენტარიც ვიყავი და თანამდებობას ვიყავი და თუ რაღაც აუცილებლობა არ იყო, არ მივსულ ვარ ხა საელჩოში და არ ნუ პროტოკოლი არ უცხო ხა ნუ ალბათ რაღაცა ნორმალური სიტუაციაში ხო ხა პარლამენტარი რო ჩავა მაგრამ არ ხდება ეგეთი კავშირები. მოკლედ ჩვენ მაინც შევხედოთ ეს აი ეს პროცენტული ამბები არის რამდენ ადამიანს თქვა ეხება და ეს მაინტერესებდა მე და თუ ეს ოფიციალური მონაცემებია ეს და ეს ჩამოსვლა ხო და ეს ეხლა გავაცნობიერო ეს რუსეთში ადამიანები არიან ჩვეულებრივი ხო აბსოლუტურად ისე ვერ იღებდნენ და ნუ ისინიც უნდა ჩამოვიდნენ მათაც იგივე რა თქმა უნდა მიმოსვლა არის მათ აქამდეც ასე უწევდათ უნდა ჩამოვიდეთ მიმოსვლა არის რუსეთთან ასევე საჰაერო მიმოსვლა რუსეთის თუ ჩამოვიდო და ის აქამდეც მიიღებდა მონაწილეობას კი ჩვეულებრივი ხო თუ ის აქ არის რეგისტრირებული და თუ რეგისტრირებული აქ იყო კი თუ არა და ხო თალია თუ მოქალაქე თუ არა თუ რეგისტრირებული არ არის ვერც ჩამოვა ხო ეს ეგონებრივი აქ უნდა მოქალაქე თუ ნაითქლებოდეს მოქალაქის გარდა ხო ანუ თუ მოქალაქეობა დაკარგული მოქალაქეც რომ იყოს თქვა ორმაგი მოქალაქე და რუსეთის პასპორტის მოგადგეს და ქართული სულაც არ მოიღოს მაინც შემოუშვებ იმიტომ რომ ვიზა მიმოსვლაგა რა თქმა უნდა ამიტომ ეს ხლა ისეთი ხო მაგრამ მე თავარი ქართული პასპორტი კუბანს ვერ ვწნიდით უბრალოდ ლაპარაკია იმაზე ხო და ეს მე დაკითხო თვითმართველობაზე თვითმართველობა როგორც ვიცი ისედაც არის არასდროს არ ყოფილა ანუ თვითმართველობა ისედაც შეუძლებელი ახლა წარმოვიდგინეთ 60 რამდენი ყუთი უნდა დადგა მაშინ საელჩოში ხო თბილისის ყუთი ცალკე უნდა ბაღდათის ცალკე უნდა თელავის ცალკე უნდა დადგა ის ცალკე უნდა დადგა და ეს თეორიულად შეუძლებელი იყო და ამაზე არასდროს არც კი უსაუბრია არასდროს არავინ იმიტომ რომ ეს როგორც წესი თეორიულადაც კი შეუძლებელია რამდენი მუნიციპალიტეტიც აქვს იმდენი ყუთი უნდა დადგა მაშინ თავის მხრივ ერთი საკითხის ესე ვთქვათ დღის წესრიგიდან მოხსნას იმდენი ბიულეტენი ხელს ეს აბა ხოთა სულ იყო ეს ამბავი რომ უფრო მეტი უბნები უნდა გაუხსნათ ან ელექტრონულად მივცეთ საშუალება ხმამის ცენ და ასე შემდეგ ხო ანუ ეს თემაც ესე ვთქვათ დღის წესრიგიდან ვარდება რომ თუ მიგრანტს ვალდებულება აქვს რომ ჩამოვიდეს ქვეყანაში და აქ მისცეს ხმას იქ უბნების გახსნის მოდი ვალდებულებას დავარქმევთ საშუალება აქვს მოდი ეს სხვანაირად შევხედოთ ხმის მიცემა ერთის მხრივ უფლებაც არის და მეორეს მხრივ ვალდებულებაც არის პოლიტიკაში მონაწილეობის ხო მოქალაქის და დემოკრატიაში არ არის ვალდებულება ხო არ არის ვალდებულებად განსაზღვრული მაგრამ როგორც ვიცი აქ ამბობენ რომ შვეიცარიაში არის ვალდებულება იტალიაშიც დაგაჯარიმებენ რომ გითხე აბსენტეიზმის კანონი ქვია ამას რომ თუ არ გამოცხადები ეს მოქალაქეობრივ იმას ვალდებულებას არ იხდი და ჯარიმაც არის ფორმალურად მაგრამ მე ამ შემთხვევაში მორალური ვალდებულებაზე არ იყენებენ მაგრამ ისე თეორიულად არსებობს შეუძლიათ დაგაჯარიმონ ამას ხო ამისი საპირისპირო იქნებოდა ვთქვათ მეორე კანონი რომ გინდა თუ ვალდებულება და ისიც არანაკლებ იმას გამო ის კიდე უფრო მეტ იმას გამოიწვევდა არჩევნებში მონაწილეობას. და ახლა ამას მე არის ხოლმე ერთი ამბავი ვინც არ მედის და ნუ ესეც ადამიანის უფლება აქვს ამინდა და არ მონაწილეობა ამარჩევნებში და ახლა ნუ კი ბატონო ეგეთი სიტუაციაა. მოდი რაღაცნაირად ხო და ერთი საკითხი გქონდა შენ რა თქვი თუ მოასწარი. პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით აი საკონსტიტუციო არჩევანი. ესე იგი პირველი რაღაცა გაჩნდა ესე თემა ასეთია რომ პრობლემა ხო პარტიები არ არის მარტო სახელი და პარტიების სახელი ხო არ არის პრობლემა ხო ის ადამიანებია ვინც ამ პარტიების უკან დგანან და იმ პარტიულ საქმიანობას ეწეოდა ხო და რო აუგზავნოთ მაგალითად რაღაცა ein პარტიას სახელით რაღაცა სახელს რატო გამოურიცხავთ იმას რომ ეს ადამიანები გადაინაცვლებენ სხვა პარტიაში რომელსაც არ გგზავნოთ ამ წუთას და იქ გააგრძელებენ იგივე საქმიანობას ძალიან საინტერესო კითხვა და სწორი კითხვა ესეც გადაზღვეულია ჩვენი კანონით იცით რომ შემოვიღეთ მემკვიდრე პარტიის ინსტიტუტი. იმიტომ რომ თუ შენ ერთის მხრივ უნდა აღასრულო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, არ უნდა დატოვო ფანჯარას, სადაც შეიძლება გვერდია. ეგ არ ვიცოდი. ხო, გვერდია უარო. ასეთ შემთხვევაში ორკვირიანი ვადა აქვს, ახლა ხომ 9 თვიანი ვადაა რომ განიხილოს. თქვათ ეს სარჩელი რომელიც შევიტანეთ. იმ შემთხვევაში მემკვიდრე პარტიის რომელიმე პარტიის აღიარება არის ორკვირიან ვადაში ექცევა. რა პრინციპით ხდება? ესე იგი ეს მოსარჩელო უნდა დაასაბუთოს. უნდა ვთქვათ რომ ან რომელიმე X პარტიაში უკვე არსებულში.
ამ ძველი გაუქმებული პარტიის იმ ადამიანებისგან, ვინც იდეოლოგიას და ამ საქმიანობას განაპირობებდა, გადაინაცვლა სხვა პარტიაში და ფაქტიურად ისინი არიან იქ ახლა წამყვანი ზალა და ამით თავი აარიდეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ მათი პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადა. ეს მტკიცების თვითი შეზია. თუ შენ ამას დაასაბუთებ, რომ გადაინაცვლეს, ან შექმნეს ახალი პარტია. სხვა დასახელებით. მნიშვნელობა არ აქვს. ან არსებულში რომელიღაც ერთკაციან პარტიაში გადაინაცვლეს, ან შექმნეს მაგალითი რომ მოვიყვანოთ ახლა, ხო, ანუ კოალიცია ახალი კოალიცია ცვლილებებისთვის რო არის. თქვათ ის გაუქმდა საკონსტიტუციო საშუალებით, მაგრამ მათი პარტიები დაარსებული დროა, გირჩი, მეტი თავისუფლება და ასე რჩება. ხო, გადაინაცვლეს. ეს ხალხი ვით გადმოდის აქეთ. მაშინ შევიტანთ სარჩელს, ან დაინტერესებული არის სამი სუბიექტია, ვისაც შეუძლია ამაზე სარჩელის შეტანა, ეს არის მთავრობა, ეს არის საქართველოს პრეზიდენტი, არაკონსტიტუციურად ცნობის თავობას და ეს არის არანაკლებ 30 პარლამენტის წევრისა. პარლამენტის 30 წევრისა. ამ სუბიექტიდან ერთ-ერთი შეიტანს, რომ ეს არის მემკვიდრე პარტია. ანუ საკონსტიტუციო სასამართლოს ეხლა პერსონალიაზე მივა ხო მაინც? აი იმიტომ რომ შენ უნდა დაასაბუთო. არა, მაგრამ ეხლა პირველად არ არის, მაგრამ მე ხო უკვე პერსონალი, იმიტომ რომ აქ არის პეტრე, პავლე, ივანე, ხო? აი უკვე ამას მეორეჯერ. ამით უნდა დაასაბუთო. რო იტყვი რომ ეს არის. კი, რა თქმა უნდა. მაგრამ აი ესეთ შემთხვევა თუ არის ისა გაქვს პირველი არის რომ შენობით რო საუბრობ ჩვენ დიდი ხნის ურთიერთობა გვაქვს და მეგობრობა და ეს მოსულა და მაგალითად ვიტყვი ჰიპოთეტურად ხდილის საყდრე არის ადამიანი რომელიც არც პარტიის წევრი არ არის არც ფორმალურად უფლება არ აქვს ამისი მაგრამ ნუ სულიერი ლიდერია თქვა ამ პარტიის გაცხადებული ლიდერია მაინც ამ პარტიის და ახალი პარტიაც შეიქმნება და სხვაებიც განავლენ ახლა ამ სულიერ ლიდერობაში იტყვი რომ არა ვარ ჩვენ პარტიის ახლა თუ პირდაპირ ხო თუ სააკაშვილი არ არის პარტიის წევრი კიდევ ვიღაცებიც არა ვართ მაგრამ ლიდერები ვართ ახლა აი ვასკო ახლა ვიყავი ერთ-ერთ გადაცემაში და მე ვთქვი რომ არ ვიცი ახლა ჯერ განსაზღვრული არ არის ვინ წავა ჩვენგან სარჩელის დასაცავად საკონსტიტუციო სასამართლოში მაგრამ ვინც წავა იმას გავატან ერთ-ერთ ბოლო პოსტს მეთქი ვთქვი და ვთხოვ რომ ეს სასამართლოს ხმამაღლა წაუკითხოს ეს არის მიშა სააკაშვილის ის ცნობილი პოსტი იმ ღრუზინებზე და რა ვიცი სეგრეგაციის შემოღებაზე რომ ეს ამ ხალხთან ერთ ქვეყანაში ვერ ვიცხოვრებთ ეს ხალხი ვინც მათი წარმოდგენით პროგრესს არ ექვემდებარება ანთროპოლოგიურად არის განსხვავებული რა ვიცი დახოცვას უპირებს თუ გაყავს ანთროპოლოგიურად არიან განსხვავებული ანთროპოლოგიურადაც ეგერი მე აღარ უსაუბრია და მე რას ვამბობდი იცი რომ ეს მიუტანეთ სასამართლოს დააჩვენეთ რომ ეს ხალხი არ შეცვლილა ეს პარტია გასაუქმებელია ეს არ არის ის რომ მაშინ ჩაიდინეს რაღაცა დანაშაული და დაამთავრეს იქ ამ იდეოლოგიას დანაშაულებლებს მოყვებიან და აგერ მათი სულიერი ლიდერი ამას ამბობს ეხლა ეს რითი მტკიცდება კიდე მათ ჩაატარეს ბრიფინგი სადაც კითხეს რომ ის სხვა ქვეყნის მოქალაქეა და პარტიის თავმჯდომარე ხო ვერ იქნება არა მაგრამ ის არ იქნება პარტიის თავმჯდომარე მაგრამ ის არის და დარჩება და მომავალშიც იქნება ჩვენი ლიდერი ესეც მტკიცებულებაა ამიტომ მე მას გეუბნები ვასკო შედაცაც ამბობ მე სამტკიცებულებას გეტყვი ასეთივე ლიდერი რომელიც მაგდუღუმარობაში გადავა შეიძლება შევგვახერხე როგორც თუ გიყურებთ ესე უსვინე ტელევიზორში და აი იმ პოსტის თუ რაც არის ამ ანთროპოლოგიური ну ნაცისტური იდეოლოგიის იმას ყველა სიტყვას ვეთანხმები რასაკვირველია ყველა და ეხლა ყველა და ამას ჩვენ ესე ვატარებთ მაგალითად ეს სიტყვა გრძნობელობა ევროპაში ყველა სიტყვას ვეთანხმები ყველა სიტყვას ერთ-ერთმა ლიდერმა ასევე რომელიც ასე მე გითხავ იმიტომ რომ ეგეც გამომადგება გამოგვადგება ეგ არის ჩანაწერი და რასაკვირველია ხალხი არ მინდა მაგრამ აი ევროპაში არის ასე თუ მიცნობთ ხო გერმანია არის ძალიან გრძნობიარე ესეთ ნაცისტებთან დაკავშირებული საკითხები თუმცა სხვა ქვეყნები ევროპაში შეიძლება მეტად იყვნენ კიდე ამაში არანაკლებად იყვნენ ამ სენი დაავადებულები მაგრამ ძალიან მოსახლეობა არის ძალიან მოკლედ იქ ჯერ კიდევ ესე იგი არ არის რომ ეგეთი ტამაებთან თამაში თქვათ ესე იგი თქვათ არ შეიძლება ხო და აი ეს რო წააკითხო და ხო ესე იგი და ესო ადამიანებმა თქვეს რომ ესო დაიწერაო და თქვენ დაიწერა ხო ეხლა დაიწერა და თქვენი ელჩი დუმს
დარწმუნებული ვარ. იმიტომ რომ ეს ისეთი ძიმე რამეა რომ ადამიანი, ესე იგი ადამიანი ეუბნება რომ ესენი უნდა მოკლა. ანუ მე ეს უნდა მოკლა კი არა, რაღაც საშინელება უნდა ჩაუტარო. ანთროპოლოგიაზე რო გადავიდა ეს უკვე ამბავია რომ ანუ თქვენ ხართ კარგები, ჩვენ ხართ ესე ცუდები და ამის ყველა ხო და ეხლა საინტერესოა რომ ადამიანები რომლებიც ამ იდეოლოგიას ემხრობიან, ხო? და იზიარებენ და ამობენ რომ ყველა სიტყვას ვიზიარებენ, მაინც მივა ესე იგი პერსონალიამ, ესე იგი მეორე მაგას გეუბნები ვასიკო რომ ეს მტკიცების თვითის მოსარჩელეზია. აი მე მაგალითად ეხლა გითხარი ადამიანი რომელიც ოფიციალურად არ არის მათი თავმჯდომარე, მაგრამ მის გამონათქვამს როგორ მივიტანდი სასამართლოში ან ვინც წავა იმას ვთხოვ, ამას მარტო ვერ გადავწყვეტ. მაგრამ ვეთქვი ჩემს მეგობრებსაც რომ უთხრათ რომ ეს მიიტანოს სასამართლოში და ამ კუთხით წარმოაჩინოს რომ ის ვისაც ისინი თავის ლიდერს ეძახიან, ის ასე საუბრობს. ახლა თუ მთლად მოქმედი ჩვენი მოქალაქე ლიდერიც ამბობს რომ ყველა სიტყვას ვეთანხმებიო, ეს კიდევ უკეთეს მე რეკითხა ვინ არის. ხო და ამას ვამბობ რომ ეს მტკიცების თვითი შენზეა. იმ შეიტან სარჩელს. ერთი თემა იქ კიდე იყო, ანუ მე არ ვიცი სარჩელში ასეა თუ არა, მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაში კიდე იყო ჩამოთვლილი პარტიები. პატარა პარტიები, რომლებზეც იყო საუბარი, რომ ისინი ამ წუთას არ წარმოადგენენ სისტემურ პრობლემას თუ სისტემურ საფრთხეს დემოკრატიისთვის, მაგრამ თუ იქ დადგება ეს საფრთხე გააქტიურდება, ამ შემთხვევაში გააქტიურდება საკითხიც მათი, თქვათ, არაკონსტიტუციურობის ცნობის თემაში, ხო? ანუ რითი განისაზღვრება ის რა ეტაპზე, რა უნდა გააკეთოთ ახლა იმ პარტიებმა, რომ ჩაითვალოს კონსტიტუცია განსაზღვრავს ამას და გეუბნება რომ ამას სახელმწიფო არ განსაზღვრავს. ამას განსაზღვრავს მოსარჩელი. ესე იგი, ნახეთ რა წერია კონსტიტუციაში სახელმწიფო თუ დარწმუნდება რომ რომელიმე პარტია არაკონსტიტუციურია ის რაღაცას მოიმოქმედებს ასე არ წერია. ანუ და ის იღებს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულად არ წერიას. ის შეიძლება გახდეს მხარე სასამართლოში სადავოდ. ანუ ვინ განსაზღვროს? განსაზღვროს ყველა ის სამი სუბიექტი რომელიც გადაწყვეტს რომ ეს საშიშროება დადგა უკვე. რომ ეს საფრთხე დამდგარია და ამ სარჩელს შეიტანს სასამართლოში. ეს იგი არანაირი მექანიზმი ჩვენ იმისა რომ ადმინისტრაციულად მიიღოს ვინმე გადაწყვეტილება და მე შენ გაასაჩივილო ჩემი ადმინისტრაცია ესეც კი არ არის. ანუ ადმინისტრაციულად ამნაირი ტიპის გადაწყვეტილების არანაირის შესაძლებლობას არ იძლევა კონსტიტუცია. ის გეუბნება გაგიჩნდა შენ ეჭვი, გააქვს შემტკიცებულება. დაწერე სარჩელი, მიდი სასამართლოში და იქ ამტკიცე. შენ გადაწყვეტილებას არ მიგახებინებ. შენ პრეზიდენტი იქნები, მთავრობა იქნები, პარლამენტი იქნები, შენ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებ. შეიძლება იყო მხოლოდ მხარე სასამართლოში. აი ეს მიდგომა არის. და თქვენ კითხვაზე პასუხი არის აქ. აი ეს სამი სუბიექტიდან ვინც ჩათვლის საჭირო და ვინც შეძლებს ამის დასაბუთებას იმ დონეზე, რომ ის ვარგისიანი იქნება სასამართლოში წასადგენად, აი ეს მიიღებს. ეს რა მითხრათ? და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს შეფასებაში. ერთი შეთქმულების თეორია უნდა უთხრა უცილებლად ესე. კი ბატონო. რამდენიმე პარტია, რომელიც არ მოხვდა სიაში, გასაუქმებელთა სიაში, მოხვდა კოალიციის სახით. ანუ აქ ცალკე იყო ჩამოთვლილთა შორის, რომელზეც არ ვრცელდება სარჩელი. და მეორეს მხრივ ისინი ფიგურირებენ დასათაურებაშიც კი იმის, რა ქვია მაგას, ის არის შეტანილი. ის არის შეტანილი და ეს როგორ აისახება იმ პარტიებზე, ანუ ისინი თუ კოალიციის ნაწილი არიან და კოალიციის ნაწილად პრობლემას ქმნიან და მათი კონსტიტუციურობის საკითხი დგება, აქ ცალკე როგორ რჩება ისინი ამ საჩელის ჩვენი კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული ისე როგორც გერმანიის კანონმდებლობით, უბრალოდ სასამართლო პრაქტიკით არის. აი როდესაც გერმანიის სასამართლო ხელისუფლება მიუჯელა ასეთ არაკონსტიტუციურობაზე პარტიის განსახილველადაც კი არ მიიღო ერთ-ერთი პარტიის საკითხი, იმიტომ რომ თქვა რომ ეს იმდენად სუსტი პარტიაა, რომ ვერავით არ ზეგავლენას, მოკლედ ამაზე დროის დაკარგვა არ ღირსო და განსახილველადაც კი არ მიიღო ეს საკითხი. თუმცა ანუ სასამართლომ ჩათვალა თავისი მიხედვილებით. ამ პრაქტიკას გავყევით და სწორია რომ ასე გავყევით. ასე რომ დავხურდავებულიყავით და თითო კაცი ამ პარტიებისთვის გვედევნა, არ იქნებოდა სწორად. არა, მე მხოლოდ იმ პარტიებზე ვამბობ, რომელიც კოალიციის ნაწილია, რომელიც კოალიციას პრობლემას აქვს. რა თქვენ თქვით ახლა? ამიტომ არის ეს აქტუალური, რომ თუ ოდესმე საფრთხეს შეუქმნიან ამ სუბიექტებს, რომელიც ჩამოთვალე აქვს საშუალება, რომ უკვე ჩათვალონ ესენი საფრთხეს ქმნიან, ან გადაინაცვლებს ის რაოდენო ხალხის, ან იმ მექანიზმის მიმართავენ, რომელზეც ვასიკო საუბრობდა ახლა და იქ მოიყრიან თავს. ან რაღაც მსგავს საფრთხეს შექმნიან,
ამ სამი სუბიექტიდან ერთ-ერთს ყოველთვის აქვს შესაძლებლობა იმისა, მიმართოს სასამართლოს და თან უკვე გითხარით, რომ უკვე იდავოს მის მემკვიდრე პარტიულობაზე და განხილვისვადები ძალიან მოკლეა, ორკვირიანი. ანუ ეს უკვე 9 თვის და დიდი ხნის განმავლობაში აღარ გაგრძელდება. სასამართლო უკვე იმჟელებს ხომ არ მომატყუეს, ანუ რომ თავი აერიდებინათ ჩემი გადაწყვეტილების აღსრულებისაგან. და ის უკვე იმჟელებს აქეთ ხო არ გადმოინაცვლეს და ამით თავი ხო არ აერიდეს ჩემი გადაწყვეტილების აღსრულებას. ხო, კონსპირაციის შეთქმულების თეორია შეკითხვათ არ არის, მაგრამ ეს თუ არ მოსილებს ახლა იწყება და ეს ხოც რა ადგილია ტელევიზია აქ მოდის ყველა ინფორმაცია. რომ მოკლედ არიან გასაგებია სულიერი მოძღვარი, ლიდერი, სულიერი ლიდერის ირონიით არ ვამბობ მე, რადგან ოფიციალური პარტიული ლიდერი ფორმალურად არ არის და ვერ იქნება და თვითონაც უკრაინის მოქალაქეა, წერილი მიწერეს პირდაპირ არის რომ მე უკრაინის მოქალაქე ვარ და ვიტანჯები, ამ დროს არის სულიერი ლიდერი. თარჯიმანი მოითხოვა სასამართლოზე. ქართულენ საერთოდ უკრაინა არა, მანამდე რომ უკრაინელი პოლიტიკასი ვარ და საქართველოს არაფერ მაკავშირებს, აი მაგაზე არ ვარ, მაგრამ ნახე რა არის ხლას რა თეორია არის. და არიან ამის მიმდევრები, მაგრამ არიან აი ნაციონალური, რომელიც მიშას მკვეთრად ებიჯნებიან. ამობე რომ რომან მოღალატა და ისინი ამობე რომ ეს წერილი რომელიც შენ გაიხსენე და მე ძალიან მეცნო და იმიტომ ვითხრის რომ შენცო ამის ნაწილი ხარო, იმიტომ მიეცე ესეთ რეაქცია მე რაღაც დაწერილი მქონდა მე ამ წერილთან დაკავშირებით რომ ოცნებასო უჭირსო დასაბუთება უჭირდაო და მიშასთან გარიგებულია და ეს მიდისო მისი გამოშვების დიდი ოპერაციაო რომ მიშამ დაწერა ისეთი პოსტიო რომლითაც შენ რო თქვი ბერნა წავიღოთ ეხლა რადგან რომ ამასო მიიტანენო და ნუ აქ ხო და ამასო ნებისმიერი სასამართლო აკრძალავს თქვა არაფერი არ ეთქვა ესე იგი ეს შეიძლება თქვას მხოლოდ მე დაიწყება ეს არა ბაბატი ბოლომდე საგამოძიებო კომისიის ამ თეორიაზე ლამის 500 გვერდიან დასკვნას რას უშვები არა ამასო მიიტანთო და კიდე ეხლა და ეს ღარიოსო რომ ეხლა თქვენ ნაციონალურ მოძრაობის წევრებსო ამ წერილსო რომელიცო მანო ემოციური დაწერაო როგორც ქურდულ კანონზე რო არისო რომ ქურდი ხარ თუ არა რო ეკითხები და თუ იტყვის რომ ქურდი არა ვარ ნუ აღარ არის ქურდი ეხლა ეთანხმები თუ არა ამ წერილს და ეს იქნება ეს წერილიო დადებული ხა შენ თქვი რომ რომი გაქვს არ თვალავთ ეს ხო და საკონსტიტუციო სასამართლოში ვინც იტყვის რომ ამას ვეთანხმები თუ არ ეთანხმები ესე იგი არ ეთანხმები საარგაშოს ის ეთანხმება ხო უკვე ეთანხმება და ასე რომ პრობლემა არ არის მეორე ვთქვათ მიშა სააკაჩვილს საერთოდ ეს პოსტი არ დაეწერა არ ჭკვიანს ეხლა ის ვერ აკრებდა ხო და ვერ გამოაქვეყნებდა გარეთ ატანდა თავის ადვოკატს და ის ადვოკატი ზიქ მძიმე წერტილი და მე ვიცი ორთოგრაფიას ისე არის რომ ეს გარეთ გასწორებულია ეს არ არის მარტო ის ვინც მძიმე წერტილს ასწორებდა იმდენი ტვინი რომ ყოფნოდა რომ შინარ სიცა ეკითხა და ეთქვეს ხო არ გაგიჟდა და დაეხია მაგის ტვინს ხო არა კაი დავანებოთ საერთოდ არ დაეწერა ეს წერილი რას უშვებიანი 530 გვერდიან დასკვნას 550 გვერდზე მეტიან დასკვნას და მე მრავალჯერ თქვი და აქაც გავიმეორებ აი დაუკვირდით 2 თვეზე მეტია გამოქვეყნებულია ეს დასკვნა ერთი მათი იურისტი გამოვიდა და თქვა რომ აი მე-9 გვერდზე რომ ფაქტია მოყვანილი სიმართლეს არ შეესაბამება ან 37 გვერდზე რომ ფაქტია მოყვანილი იმის მტკიცებულება არ არსებობს არც ერთი იმიტომ რომ ახლა იმის გამო არა რომ მე ამ კომისიის წევრი ვიყავი და რაღაცას ახლა მინდა რომ თავი დავიფასო ასეთი დონის საგამოძიებო ესე იგი მე ავლაპარაკობ სიცხლის სამართლის გამოძიებაზე ოფიციალური ორგანოების მიერ კომისიური გამოძიების დოკუმენტი საქართველოში არ შექმნილა და ეს ბევრად განაპირობა იმან რომ თია იყო ამის ხელმძღვანელი იმიტომ რომ მას 10 წლიანი პრაქტიკა აქვს სტრასბურგის სასამართლოში მუშაობის და თუ ნახავ თავისი სკოლიოებით, მტკიცებულებების მითითებით და ასე შემდეგ ისე არის გაჯერებული და ისეთი დონის დოკუმენტი აქვს შექმნილი რომ ვერავინ ვერ იტყვის რომ აქ ტყუილი წერია. იმიტომ რომ სადაც არის რამე ფაქტი, იქვე არის მტკიცებულება ან იქ გაცხადებული საჯაროდ რომელიც თქვა ან სასამართლო გადაწყვეტილებიდან და ძალიან ბევრი არის სტრასბურგისა და საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებებიდან რომელიც დადგენილად ითვლება და რომელსაც არავინ ვეღარ გააპროტესტებს. ამიტომ ეს აბსოლუტურად სულელური ნარატივია იმისა რომ მიშას ნათქვამი განაპირობებს მე ამის წაგებაზე ის დასკონა უკვე საკმარის 10 პროცესზე ყოფა იმდენი მასალა იქ თუ არა და გამოქვეყნებულია და თქვენ თავად შეგიძლიათ ნახოთ თავებად არის დაყოფილი მიმართულებებად არის დაყოფილი რა მიმართულების დანაშაულები აქვს მათ ჩადენილი და
მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი ამ დასკვნაში ვერ მოხდა. იმდენად ზღვა მასალა იყო, რომ მაშინ რაღაცა 6 თვე არის მაქსიმალური ვადა კომისიის არსებობისა, მეტი არ შეიძლება ახლა დეპუტატი იყავი და იცი ეს ამბავი და მაშინ ერთი 5 წელი უნდა იმუშავა მას და ერთი 50 ტომეული თუ არა, ერთი 20 ტომეული მაინც უნდა გამოეცა. აქ არის აი ის ძირითადი ამონაკლები და ისიც საკმარისია და ისევე მეორე 10%-ზე ყოფა და არა ერთს. და ამას მივიტანთ, რატომ მივიტანთ? იცი, უბრალოდ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ რომ ნახოს, რომ ეს ხალხი არ შეცვლილა. მათი აზროვნება არ შეცვლილა. და ყველაფერი ის, რაც მაშინ მოხდა, შემთხვევით არ მომხდარა. ასე რომ აზროვნებდნენ, იმიტომ ჩაიდინეს ის დანაშაულები მაშინ და ისინი არ შეცვლინან. უბრალოდ ამის საჩვენებლად, თორე განაის რომ მტკიცებულებები გვიჭირს და როგორც უთქვას რაღაცას, რომ არიქა ეხლა ამას ეს პოსტი რო არ დაეწერა, სხვა არაფერი. შეიძლება გაძლიერა ვარ, აბაშიც არის. ნუ არაფერი. ოდნავ კიდევ ერთხელ დაგვეხმარა, რომ ვთქვათ, რომ ეს ხალხი არ იცვლება, ეს ხალხი ისე ფიქრობს და არაფერი შემთხვევითი მაშინ არ მომხდარა. აი ესე რომ აზროვნებდნენ, იმიტომ აკეთებდნენ ისე მაშინ. და თუ მოვლენ კიდევ 500 გვერდისას უცებ იზამენ. 500 შემდეგ 500 გვერდის იმას უცებ იგივეს გააკეთებენ. რა თქმა უნდა. ესე იგი ტექნიკური კითხვა. როდის იწყება განხილვა თუ არის ვადები? არც ეგ სასამართლოზეა დამოკიდებული, როდესაც ჩანიშნავს მაშინ გამოცხადდება. და შემდეგ რა ხდება? ანუ რა გასაჩივრების 9 თვეში უნდა არ გასაჩივრება არ არსებობს. საერთაშორისო სასამართლოში ის შეუძლია. ონთ იმ მოტივით რომ ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის რომელიმე მუხლი დაირღვა, თქვათ და სასამართლოს გადაწყვეტილებით. სასამართლოს გადაწყვეტილება მე რო უნდა იყო მისი გამოსწორება, ან თვითონ დაარღვია ეს მუხლი. ეს არ იქნება იოლი. კარგით, მოდით ოპტიმისტური შემდეგ განაჩენა. არა, რაზეა ლაპარაკი? სასამართლოში განიხილავს და მორჩეს. აქ არის მაქსიმალური ვადა. არა, მე 9 თვე როცა განიხილავს, მე 9 თვე აქვს. არა, უკვე ის გამოცხადებისთანავე შედის. გამოცხადებისთანავე. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადებისთანავე შედის ძალაში. ანუ შეიძლება რომ თქვენ ერთიანად გაგვიყვანოთ, რომელიღაც პარტიაზე გავრცელდეს, რომელიღაცაზე არ გავრცელდეს, თუ ერთ პაკეტშია ყველა. არა, მე საერთოდ ეს სამი პარტია მიწერია, მაგრამ თეორიულად შეიძლება ორ პარტიაზე ჩადოს სასამართლომ, რომ მტკიცებულებები იძლევა ამის საშუალებას და მესამეზე გითხრას, რომ მტკიცებულებები არ იძლევა საშუალებას და მესამეს არ გიკმაყოფილებ. ასე რომ ეს სასამართლოს მიხედვით ამას ვამბობდი ზუსტად ვასიკო რომ ეს არ არის ადმინისტრაციული გადაწყვეტილება. შენ ვინც ხარ მოსარჩელე, შენი ტვირთია, შენ უნდა წახვიდე და ამტკიცო რომ ეს ასეა. და სასამართლო უნდა დაარწმუნო რომ ეს ასეა და გადაწყვეტილებას მიიღებს ის მერე უკვე თავისი მიხედულებით რა თქმა უნდა. კი ბატონო, ოპტიმისტური სიტყვა. ამთავრებთ გადაცემას, ჩვენ ესეთი ტრადიცია გვაქვს რომ ჩემი ოპტიმისტური სიტყვა არის მხოლოდ ერთი რომ ჩვენ ყველაფერს გვაპატიებენ ამ ქვეყანაზე. ყველაფერს. გარდა ერთისა, ეს არის რომ შევქმნათ სახელმწიფო. და მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე ვუყურებთ ამას. დამოუკიდებელ რეალურ სახელმწიფოზე და ჩემი ოპტიმისტური სიტყვა არის ის, რომ ეს სუვერენული, რეალური, თავისი ნების გამტარებელი და დამცველი სახელმწიფო ყალიბდება ჩვენ თვალწინ და ეს აუცილებლად ჩამოყალიბდება. კი ბატონო, მადლობა სტუმრობისთვის. წარმატებებს გისურვებთ. დავემშვიდობოთ ჩვენს მაყურებელს. შევხვდებით ერთმანეთს შემდეგ პოდკასტში. კარგად გრძანდებოდეთ. მადლობა.